მე მცირედით გაგეცნობით და თან გაგიზიარებთ ეკრანს. მიხარია რომ ასე დაინტერესებული ხართ Excel-ის მიმართ და როგორც მაკომ აღნიშნა, საკმაოდ ბევრი ასევე Excel-ში მუშაობთ, საინტერესოდ ასე ვთქვათ ახორციელებთ და მე მინდა გავამახვილო აქცენტი იმაზე, რომ Excel-ი დღესდღეობით უკვე როგორც ესეთი ბუღალტრებისთვის და ციფრებისთვის არ გამოიყენება ეს პროგრამა. მე ახლა გავაზიარებ ეკრანს და რომ დამიდასტუროთ თუ ჩანს ჩემი ეკრანი. კი ჩანს. კი ჩანს. მადლობა. მოგეხსენებათ MS Excel-თან დაკავშირებით შევიკრიბეთ აქ ჩვენ. მე გახლავართ თეიმურ სულუაშვილი და მცირედით წარგებგენთ მაშინ ჯერ ჩემ თავს, რომ თქვენც გქონდეთ ასე ვთქვათ წარმოდგენა თუ ვინ ატარებს თუნდაც ამ მასტერკლასს და ვინ უძღვება ასე ვთქვათ Advanced და Express კურსის ლექციებს. მე გახლავართ თეიმურ სულუაშვილი, დაამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირება და შემდგომ უკვე მუშაობ BDO Georgia-ში, რომელიც აუდიტორული კომპანია, ბევრს მოგეხსენება და ბევრს შეიძლება უცნობი იყოს, ვისაც თუნდაც ფინანსების გახსნით აქ ცოდნა, მან შეიძლება უფრო მეტად იცოდეს კონკრეტულად ეს კომპანია რაც წარმოადგენს. ასევე მანამდე მუშაობდი Sunrise Corporation-ში, რომელიც სადაც იყო ფინანსისტი და დღემდე კონსულტაციას უწევ ისეთ კომპანიებს, როგორც არის თუნდაც ლახმარება ჯიუგორსი შეიძლება ცნობილი იყოს ეს და ასევე Camerton Travels. სხვადასხვა ფინანსური ანალიზისა და მოდელირების პროცესებში ვიღებ ასევე მონაწილეობას, სადაც Excel-ი საკმაოდ პრაქტიკულად მეხმარება, მე თვითონაც ყოველდღიურობაში და ასე ვთქვათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებ Excel-ს და საკმაოდ პროდუქტიულად მეხმარება სხვადასხვანაირი ამოცანების გადაჭრაში, ასევე დიდი მონაცემების დამახსოვრებაში და ასე შემდეგ. კავკასიის უნივერსიტეტშიც, ასე ვთქვათ, ლექტორის დამხმარედ ვასწავლდი Words, PowerPoint, Excel-ს და IBM SPSS და უკვე თითქმის 2 წელია თანამშრომლობ Smart Academy-ასთან და ვატარებთ Excel-ის ტრენინგებს. რაც შეეხება უკვე Excel-თან დაკავშირებით, რომ მიმოვიხილოთ მცირედით, MS Excel-ი არის Microsoft Office-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი პროგრამა, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვნებით არის გამორჩეული, როგორც Word-ი, ასევე Teams-ი, PowerPoint-ი ბევრში ცნობილია, რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული პროგრამები და ასევე Excel-ი, ხომ, თუმცა Excel-ი ძალიან მრავალფუნქციული არის. ამ კუთხით შესაძლებელია მისი გამოყენება, როგორც ასე ვთქვათ, Word-ის ნაწილში, ასე ვთქვათ, შეიძლება რომ Word-ის ნაწილში გამოვიყენოთ ზუსტად ტექსტები ავკრიფოთ და შესაბამისად დავბეჭდოთ და გამოვიყენოთ მისი ჰედერები და ფუტერი და ასევე PowerPoint-ის სახითაც შეიძლება რომ ვაქციოთ ის. MS Excel-ის დადებითი მხარეები მინდა რომ მცირედით მაინც ჩამოგიწეროთ, ბევრისთვის შეიძლება ცნობილი იყოს, რა თქმა უნდა, ეს, თუმცა მე მაინც გავაკეთებ ამაზე აქცენტს. მონაცემების შენახვის საუკეთესო გზის საშუალება არის, რადგან შეიძლება მას მრავალი ცხრილი დაიტიოს მრავალ გვერდით, ანუ გვერდების შეზღუდვა ამ შემთხვევაში არ გვაქვს. შეგვიძლია განვახორციელოთ გამოთვლები. Excel-ი არის ერთადერთი Microsoft Office-ის პროგრამა, სადაც შეგვიძლია რომ თარიღები ერთმანეთთან ძალიან მარტივად, ასე ვთქვათ, გამოვამატოთ და ასე შემდეგ განვახორციელოთ სხვადასხვანაირი ქმედება. ასევე ძალიან მრავალი ინსტრუმენტი გვაქვს მონაცემთა ანალიზისთვის და შეგვიძლია რომ მრავალი ინსტრუმენტი გამოვიყენოთ Excel-ში მონაცემთა ანალიზისთვის და მარტივია მონაცემების ვიზუალიზაციის შექმნაც, ასევე დიაგრამები თუ გამოგიყენებიათ, pie chart-ები, კოლონები და ასე შემდეგ, ხო? თქვენ შეგიძლიათ მარტივად ასევე დაბეჭდოთ ანგარიშები, როგორც ფინანსური უწყისები, ასე ვთქვათ, ამობეჭდოთ და ძალიან მარტივად მართოთ და შეგიძლიათ როგორც Word-ი ისე გამოიყენოთ. ასევე კოდირება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, შეგიძლიათ რომ Excel-ის კონფიდენციალურობა შეინარჩუნოთ მაქსიმალურად და პაროლი დაადოთ მას და ასე ვთქვათ, არ იყოს ეს Excel-ი ყოველთვის ხელმისაწვდომი, როგორც Facebook-ი, Instagram-ი, ხომ, ასე შეგვიძლია რომ Excel-საც დავადოთ პაროლი და გქონდეს ჩვენთვის კონფიდენციალური ინფორმაცია, ასე ვთქვათ, საიმედოდ. ასე ვთქვათ, მონაცემების ტრანსფორმაცია და გასხვავებაც შეუძლია, რა თქმა უნდა, Excel-ს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა დავახასიათოთ, რა სფეროებში გამოიყენება Excel-ი. ხომ, ბევრისთვის ძალიან ჩაკეტილად არის შემორჩენილი, რომ ის ყოველ ბუღალტერიაში გამოიყენება და всё. თუმცა ეს ასე აღარ არის, ხომ? ანუ MS Excel-ი ახლა მრავალფეროვნად გამოიყენება, როგორც არის ბუღალტერია, რა თქმა უნდა, ფინანსები, ასე ვთქვათ, პროექტების მენეჯმენტი, საკმაოდ მარტივია პროექტების მენეჯმენტის განხორციელება, ასევე მარკეტინგი, სასალო ვაჭრობის მენეჯმენტის დროს, გაყიდვების, მარაგების აღრიცხვის დროსაც, თუნდაც ბიზნეს მენეჯმენტში, HR მენეჯმენტში, როგორც მაკომ ახსენა, ხო? ძალიან მარტივად შეიძლება სტრატეგიული ანალიზის გაწერას და სწორედ აი ამ კონკრეტული სფეროებიდან გამომდინარე MS Excel-ი საკმაოდ აქტუალური გახდა და დრო უფრო მეტად მოთხოვნა დიხდება, ასე ვთქვათ, ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ ალბათ შენიშნავთ, რომ ვაკანსიებში თუნდაც დიდი მოთხოვნა არის, რომ MS Excel-ის კარგი ცოდნა არის საჭირო, თუნდაც იმისთვის, რომ აგიყვანონ და შემდგომი დავალებების შესრულებაში, რა თქმა უნდა, რომ გაიმარტივოთ თქვენ კონკრეტულად ეს ასე ვთქვათ, საქმიანობა.
მადლობა ამ შემთხვევაში ყურადღებისთვის და მოდით ახლა უკვე გადავალ მე Excel-ის დამუშავებაზე, თუ რაიმე კითხვები არ გაქვთ მანამდე. როგორც ხვდები, კითხვები არ არის. ესე იგი, როგორც მაკომ ახსენა, ჩვენი სალექციოს მასტერ-კლასი ეხება ძირითადად ადვანსის ნაწილს, თუმცა რაღაც მინიმალური ჩანართი მინდოდა რომ მაინც ექსპრეს კურსებს გამოვახვილებინა, რადგან ზოგისთვის შეიძლება უცნობი იყოს თუნდაც ეს ადვანსის ნაწილი და ეს მინიმალურად მაინც მინდა რომ გამოვიყენოთ ექსპრეს კურსის მინიმალური ჩანართები, რომ თუნდაც იმით მაინც დაინტერესდეთ საწყის დონეზე, თუ რომელიმე თქვენგანი იმყოფება ასეთი, მაგრამ ძირითადი აქცენტი რა თქმა უნდა გაკეთდება ასე ვთქვათ მონაცემების ანალიზზე, რომელიც ეხება advanced კურსს. როგორც ხედავთ, მოცემული გვაქვს database-ი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რაღაც არსებული ცხრილი გვაქვს ტრანზაქციების მიხედვით ჩაშლილი და როგორც ხედავთ, ეს ცხრილი საკმაოდ ვრცელია, ხო? მე რომ ეხლა ეს ცხრილი მოვნიშნავ, ხედავ რომ აქ დაახლოებით 1900 მონაცემი არის მოცემული. თითოეული ტრანზაქცია თარიღის მიხედვით არის აღწერილი, ასე ვთქვათ, დაწერილია მისი პროდუქტების მნიშვნელობა, რაოდენობა, თანხა, თუნდაც ხომ დოლარების ნაწილში კონკრეტულად ამ პროდუქტის გაყიდვის დროს რა თანხა შემოვიდა და რომელმა კონკრეტულმა ჩემმა დისტრიბუტორმა გაყიდა ეს კონკრეტული პროდუქტი. ამ შემთხვევაში ხშირია ხოლმე ისეთი შემთხვევები, როცა გვინდა ამ ინფორმაციის მარტივად დამუშავება, ხომ? ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება შევამციროთ არსებული ინფორმაცია და გავიგოთ თუნდაც მაგალითად ეს კონკრეტული არსებული პროდუქტი lip gloss-ი რეალურად რა რაოდენობის თუნდაც ან რა ჯამში ღირებულების გაიყიდა, ხომ? ანუ რა შემოსავალი მოიტანა ჩემმა კონკრეტულმა აი ამ პროდუქტმა. ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ? თუნდაც ჩვენ კი ხედავთ ბუღალტერიაში კონკრეტულ ტრანზაქციებს, მაგრამ ეს ტრანზაქციები რეალურად იქცევა მთლიანობად, ხომ? ანუ ჩვენ თუ არ გავიგეთ კონკრეტულად პროდუქტის შემოსავალი რა იყო კონკრეტულ წრეებში, ეს კონკრეტული ტრანზაქცია ცალსახად მარტო ესე ცალკე მდგომი არაფერს არ გვაძლევს. სწორედ ამიტომ არის მონაცემთა ანალიზისთვის Excel-ი საკმაოდ საინტერესო, რადგან შეგვიძლია ის კონკრეტული ტრანზაქციები, თუნდაც რომელიც ბუღალტერიაში გატარდა, მონაცემთა ანალიტიკაში, რეპორტინგში ძალიან მარტივად გამოვიყენოთ და მარტივად ვმართოთ MS Excel-ის დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენოთ ორი სახის ფორმულა. SUMIFS-ი, რომელიც როგორც ვახსენე, Express კურსის მინიმალური დეტალი არის გადმოტანილი და database ფორმულები. ბევრ თქვენგან შეიძლება ქონია SUMIFS-ის ფორმულებთან შეხება და ხშირად იყენებს მას, მაგრამ ასევე არსებობს database ფორმულები, რომელიც გვეხმარება ძალიან მარტივად ვმართოთ ჩვენი არსებული ინფორმაცია. მე მინდა თქვენი აქცენტი გავაკეთო ჯერ SUMIFS-ზე, შემდგომ DSUM ფორმულაზე. DSUM ფორმულა შემდგომ მე მინდა დაგანახოთ სხვადასხვანაირ წილში, თუ როგორ შეიძლება მისი მარტივად მართვა და დამუშავება. როგორც ხედავთ, ხლა ავიღოთ ჩვენი კრიტერიუმი, რომ მაგალითად ჩვენ გვაინტერესებს აი ამ კონკრეტული ცხრილიდან ავიღოთ ჩვენი არსებული კონკრეტული კრიტერიუმი, რომ მე მივიღო ჯამი კონკრეტულ lip gloss-ზე. ანუ მე კონკრეტულად პროდუქტს ავიღებ, რომლის ჯამით მინდა რომ გამოვიყვანო. მე შევდივარ SUMIFS-ის ფორმულაში, უდრის SUMIFS-ი, უდრის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფორმულა დაიწყო აქმა. SUMIFS-ის ფორმულას წერ, ორჯერ დავდგები ფორმულაზე და ხედავ რომ ფორმულა მაძლევს უკვე დაწერის საშუალებას. რადგან ესე SUMIFS-ის ფორმულა შეიძლება ბევრთვის არ იყოს ცნობილი, მოდით მე fx პანჯარას გავხსნი, რომელიც დამეხმარება function argument პანჯარას, რომელიც დამეხმარება კონკრეტული კრიტერიუმების მარტივად მითითებაში. როგორც ხედავთ, რამდენიმე კრიტერიუმი ჭირდება SUMIFS-ის ფორმულას, ეს არის sum range-ი, რომელიც გულისხმობს ამ შემთხვევაში იმ კონკრეტული დიაპაზონის მონიშნას, საიდანაც გვინდა რომ მივიღოთ ჯამი. ამ შემთხვევაში როგორც მე ვახსენე, ხომ, გვინდა მივიღოთ კონკრეტულ პროდუქტზე ჩვენი ღირებულება, ანუ მთლიანი ღირებულება რომ იყოს გამოყოფილი. შესაბამისად მე მოვნიშნავ კონკრეტულ დიაპაზონს, ჩემი sum range გამოდის არის დოლარის აი ეს კონკრეტული სვეტი, მე შემიძლია რომ მთლიანი სვეტი მოვნიშნო F სვეტი, ან შემიძლია კონკრეტული დიაპაზონი მოვნიშნო ძალიან მარტივად Ctrl-Shift და W ის არის პირდაპირ მაძლევს იმის საშუალებას რომ მთლიანად მოვნიშნო არსებული დიაპაზონი. ზოგმა ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, ცხელი კლავიშები შეგვიძლია დავარქვათ, შეგვიძლია შორტკატები დავარქვათ, ხომ? ძალიან ბევრისთვის უცნობია ხოლმე, აი ეს როგორ შეიძლება მარტივად მოინიშნოს და ცდილობენ ხოლმე რომ ეს ხელით მაუსით ბოლომდე ჩამოვიდნენ ხოლმე და 1900 მონაცემი ესე მონიშნო. თუმცა Excel-ი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პატარა შორტკატებით მარტივად ვმართოთ ჩვენი არსებული მონაცემი. შესაბამისად, მე მოვნიშნე ჩემი არსებული დიაპაზონი, F4 ბრძანებით მე მას ადრესაციებს გავუწერ, ხომ? ადრესაცია ამ შემთხვევაში უნდა იყოს სრული, რადგან მე გადავრცელების დროს ფორმულა არ შემეცვალოს. დიაპაზონი არ გადანაწყვეტეს სხვა კონკრეტულ დიაპაზონზე. შემდგომ გვაქვს უკვე კრიტერია range 1. ჩემი კრიტერია range 1 მეუბნება იმას, რომ რა კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით უნდა იყოს არსებული ინფორმაცია გაწერილი. ანუ ამ შემთხვევაში მე უკვე ვხედავ, რომ მივედი კონკრეტულ მონაცემზე. ანუ კონკრეტულად ფორმულა მეუბნება იმას, რომ რა კონკრეტული მონაცემის საფუძველზე მინდა მივიღო ჯამი. ანუ ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს უკვე მთლიანი პროდუქტების მნიშვნელობა. როგორც ხედავთ, D სვეტში მაქვს მე
პროდუქტების კონკრეტული ჩამონათვალი მოუნიშნავ შესაბამისად, ამასაც ანალოგიურად დავწერ შესაბამის ადრესაციას, რომ სრულიად იყოს გაყიდული. როგორც ხედავთ, D3-1902, F3, F1902. ანუ რეალურად ჩემი დიაპაზონები აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, რომ ფორმულამ სწორი მნიშვნელობა მიიღოს ამ შემთხვევაში. შემდგომ გადავდივართ კრიტერია 1-ზე. ჩემი კრიტერია 1 უკვე როგორც ხვდები, უკვე მივიდი ბოლოში, ხო? ანუ კონკრეტულად გავედი კონკრეტული ფორმულის ბოლო კრიტერიუმზე, რომლის მიხედვითაც მე უნდა მივიღო ჯამი ამ შემთხვევაში, ეს იქნება lip gloss. ჩემი lip gloss უკვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ მე კონკრეტულად ამ დოლარების სვეტიდან წამოვიღო კონკრეტული პროდუქტის მიხედვით ჩემი არსებული სასურველი და საინტერესო პროდუქტი. ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ, მე ოკეი ბრძანებით რომ დავადასტურო, დავინახავ რომ რეალურად მე მივიღე ღირებულება, რომელიც არის 49824, რომელიც მაძლევს ჯამურ მნიშვნელობას. მე ხა თუნდაც პატარა გადამოწმება რომ გავაკეთო, მე შემიძლია რომ პროდუქტის ნაწილში უბრალოდ ცხრილი მოვფილტრო, მარტივად, შემიძლია მას ფილტრაცია დავადო და მოვნიშნო F-სვეტი და ვხედავ რომ რეალურად ჩემი არსებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად არის 49824. ხომ? მთლიანად კონკრეტული lip gloss-ები დავაჭამე და შესაბამისად მივიღე ამაზე არსებული ინფორმაციები. ანალოგიურად აქაც შესაძლებელია ინფორმაციის დანახვა, თუ გამოვიტანთ აი ამ კონკრეტულ არსებულ ჩანართებს, ამ შემთხვევაში average, county, minimum, maximum, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებდა სამ ინფორმაცია, ხომ? ანუ ჯამური ინფორმაცია რომ დაგვენახა ამ ჭრილში. შემდგომ შეგვიძლია ჩვენ უკვე გავაგრძელოთ და მისი მაგალითი ავიღოთ, ხომ? ანუ უკვე ჩვენ ეს არსებული ფორმულა შევასრულეთ 3-ის ფორმულით, მაგრამ საინტერესოა D3 ფორმულა როგორ დამეხმარებოდა ამ კონკრეტული ინფორმაციის დამუშავებაში. მე ჩავწერე D3 ფორმულას, როგორც ხედავთ D-ს რომ ჩავწერ, უბრალოდ თუნდაც average-ის ნაწილში, თუნდაც count-ის ნაწილში, ხომ? ანუ თითოეულ კონკრეტულ მათემატიკურ ფუნქციას აქვს database ფორმულის აღქმაც, რა თქმა უნდა. ანუ D3 ფორმულად შემიძლია ანალოგიურად შევავსო, შევდივარ function argument პანჯარაში და ხედავ რომ თხოვს მხოლოდ 3 მნიშვნელობის შევსებას. ნახეთ, 3 მნიშვნელობა არის მხოლოდ შესავსები. როგორც ხედავ, 3-ის ფორმულა წეგან მრავალი კრიტერიუმის მითითების საშუალებას მაძლევდა. ეხლა რითი არის ეს საინტერესო, ხო? მოდით ჯერ მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე მივიხილოთ ეს D3 ფორმულა რას გვაძლევს და შემდგომ შეგვიძლია რომ მარტივად ვმართოთ სხვადასხვა კრიტერიუმების დროს. Database, ნახეთ პირდაპირ მეუბნება რომ კონკრეტულად რა კონკრეტული ცხრილიდან მინდა რომ ავიღო ეს არსებული მონაცემები. ამ შემთხვევაში მე შემიძლია რომ მარტივად მოვნიშნო მთლიანი ცხრილი და სრულად დავხვისო. ანუ ჩემი database-ზე არის მთლიანად არსებული ცხრილი სათაურების ჩათვლით. სათაურების ასე ვთქვათ მონიშნა აუცილებელია, რადგან თვითონ ფორმულამ სრულად ცხრილი აღქმადი გახადოს და დაინახოს რომელი კონკრეტული სათაურის მიხედვით უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ინფორმაციის მართვა. ამ შემთხვევაში ნახეთ, მაქვს მეორე მონაცემი field. Field მეუბნება ესეთ რაღაც ინფორმაციას, რომელიც შედგება შემდეგნაირად, ხომ? მე რამდენი სვეტი გინდა რომ წამოვიღო. ანუ ამ შემთხვევაში მე რომ მივუთითო მეოთხე სვეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი B სვეტიდან გადაითვლის 4-ს და დამითვლის I სვეტზე არსებული ინფორმაცია, რაც არის იმის ჯამს გამომიტანს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს, რომ ინფორმაცია მივიღოთ დოლარის ჩანართიდან, ეს არის პირდაპირ 5, ხომ? ანუ მეხუთე სვეტი გვაინტერესებს ამ შემთხვევაში, რომ მეხუთე სვეტიდან წამოიღოს არსებული ინფორმაცია. და ჩვენი კრიტერიუმი, ხო, ამ შემთხვევაში ჩვენი კრიტერიუმი არის რაღაც პატარა არსებული ცხრილი. Function argument პანჯარა უნდა შეივსოს არსებული ცხრილით, რომელიც აი აქ გვაქვს მოცემული. ნახეთ, პირდაპირ მოცემულია პროდუქტი, ეს არის კონკრეტული ცხრილის დასახელება და lip gloss. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ფორმულა თვითონ აღიქვამს კონკრეტულ კრიტერიუმს და თვითონ აფიქსირებს არსებულ ინფორმაციას. ოკეი, ბრძანებით რომ დავადასტურო, როგორც ხედავთ, როგორც 3-ის ფორმულამ ზუსტად იდენტური ინფორმაცია მომწევს D3 ფორმულამაც. როგორც ხედავთ, აი ამ პატარა ცხრილის დახმარებით, რომელიც მე მქონდა აგებული და გავამზადე წინასწარ თქვენთან მოსატანად, ძალიან მარტივად დავაფიქსირე, რომ აი ეს არსებული კონკრეტული ინფორმაცია მაძლევს ანალოგიურ და იდენტურ ინფორმაციას. რომელიმე თქვენგანს ხომ არ აქვს იმის სახის კითხვა. ამას ვიკითხავ, სანამ გადავალ ორი კრიტერიუმის მართვაზე. როგორც ხვდები, კითხვები არ არის. კარგით. მაშინ გავაგრძელოთ, ხომ? 3-ის ფორმულა, როგორც რომელიღაც ამბობდა, კითხვა ხომ არ გქონდათ? არა, არ გქონდა კითხვა, პასუხი გაგეცეთ. მარიკას აქვს ხელი ატანი. მარიკა, გისმენთ? შეგიძლიათ ჩასწოთ მიკროფონი.
გამარჯობათ, მოგესალმებით პირველ რიგში უღრმესი მადლობა ესეთი ტრენინგების ჩატარებისთვის. ეხლა ბატონო თემო რა მაინტერესებს, ანუ კარგით ლიპ გასაგებია, აი თქვანთ რომელიმე მინდა აი ლიპსტიკის გამოყენება, ანუ ეგ როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ ეხლა ლიპ გლოსი ჩაწერილი. ეხლა ისმის? თემო, მე ძალიან კარგად მესმის მარიკას ხმა. მაგრამ მარიკა თუ მარიკას ახლა გესმის თემო? გესმით ახლა? კი, ახლა გამოსწორდა. ახლა გამოსწორდა, კი. როგორც მივხვდი, თქვენ გაინტერესებთ რომ მაგალითად დიახ, ანუ სწორად გამიგეთ ლიპსტიკის, თქვათ მონაცემი მინდა გავიგოთ. ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავიგო? ან ნახეთ აქ თქვენ შეგიძლიათ რომ თუნდაც კრიტერიუმი შეცვალოთ, მაგალითად მე ავიღებ ახლა ლიპსტიკს და პირდაპირ შევცვლი ლიპ გლოსის მაგივრად. როგორც ხედავთ, ავტომატურად განახლდება ჩემი არსებული ინფორმაცია. მაგრამ თქვენ თუ გინდათ რომ არსებული ინფორმაცია თავიდან, ასე ვთქვათ, ეს დატოვოთ და სხვა აგოთ ცალკე, შეგიძლიათ რომ ცალკე შექმნათ ამის კრიტერიუმი და შესაბამისად ცალკე მივუწვეთ, მაგრამ თქვენ თუ გინდათ რომ აქვე მოხდეს ამ ინფორმაციის ცვლილება, რადგან მე კონკრეტული უჯრები მაქვს მითითებული და ხელით არ მიწერი არსებული ინფორმაცია, მარტივად თვითონ ავტომატურად განახლდება Excel-ი, იმიტომ რომ მე კონკრეტული უჯრები მივუწვით ამ შემთხვევაში. მე რომ აქ ხელით დამეწერა რომ უდრის lipsticks, უდრის lip gloss, ამ შემთხვევაში უკვე ვერ მივიღებდი სწორ ინფორმაციას და მომიწოდა ფორმულის ცვლილება. მაგრამ რახან ჩვენ აქ უჯრები მივუწვით, ამიტომ ავტომატიზირებულია და მარტივად ვხედავთ ამას. გასაგებია, მადლობა. ძალიან კარგი. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. კარგით, მაშინ კითხვები რახან აღარ არის მეტი, შეგვიძლია რომ გადავიდეთ უკვე ორი კრიტერიუმით დამუშავებას და ეს არის 3Fs და ისევ D3, ხომ? მე როგორც წეგან გითხარით, 3Fs ნაწილში ჩვენ გვაქვს რამდენიმე კრიტერიუმის გაწერის საშუალება, ხომ? რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმებში ჩვენ შეზღუდულები არ ვართ და როგორც ხედავთ, ძალიან მრავალფეროვნად არის ეს გადავრცელებული, ასე ვთქვათ, და შეგვიძლია 127 კრიტერიუმი მიუთითოთ და ამ შემთხვევაში 3Fs ფორმულა არ გუზღუდავს. რა თქმა უნდა, 127 კრიტერიუმის გაწერა საკმაოდ შრომატევადია, ხომ? რა თქმა უნდა, ამ ნაწილში რთულია ხოლმე არც დამჭიროებია იმას რომ გითხრათ ამდენი კრიტერიუმის გაწერა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ შეუძლია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდეს ინფორმაციების დაჯამება. ამ შემთხვევაში გვაინტერესებს ანალოგიური ინფორმაცია, გვაინტერესებს ჯამური ღირებულება, ოღონდ ამ შემთხვევაში დაგვემატა ახალი კრიტერიუმი, რომელიც არის სახელი, ხომ? ანუ კონკრეტული დისტრიბუტორის მიხედვით რომ წამოვიღოთ ჩვენი არსებული ჯამური ინფორმაცია. მაგალითად, ანუ ჩვენი პირობა ახლა რაში მდგომარეობს. კონკრეტული დისტრიბუტორი, რომელიც იყო Betsy, კონკრეტული პროდუქტი lip glossy, მან ჯამური ღირებულებით რამდენი გაყიდა. ანუ შემოვიდა ახალი კრიტერიუმი, რომლის საშუალებითაც უნდა გავიგოთ ეს არსებული ჯამური ინფორმაცია. Sum range ანალოგიურად ვუწევთ დოლარის მნიშვნელობას, თლიანად მოვნიშნავთ, იმიტომ რომ ჩვენი sum range ანალოგიური რჩება, ხომ გვაინტერესებს თლიანი ღირებულება გავიგოთ აი ამ კონკრეტული არსებული ინფორმაციის. ჩემი კრიტერია range. ჩემი კრიტერია range ამ შემთხვევაში არის უკვე ნებისმიერი. არ აქვს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა, პირველი პროდუქტი იქნება თუ პირველი იქნება სახელი. ანუ ამ შემთხვევაში კრიტერიუმები არ არის დალაგებული ნუმერაციის მიხედვით, ეს კრიტერიუმები თანაბარია ამ შემთხვევაში. მოვნიშნავთ პროდუქტის მნიშვნელობას, დავფრიზავთ ანალოგიურად და შემდგომ ჩემი კრიტერია 1. კრიტერია 1 აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს აი ამ მონიშნული კრიტერია range 1-ის არსებულ მნიშვნელობას. ანუ ამ შემთხვევაში რახან ჩვენ მოვნიშნით პროდუქტებიდან გამომდინარე აი ამ პროდუქტების სიაში აუცილებლად უნდა იყოს აი ეს არსებული პროდუქტი. მე რომ მე ამ შემთხვევაში პროდუქტების ნაწილში მოვნიშნო Betsy, რა თქმა უნდა, სწორ მნიშვნელობას ვერ მივიღებ, ხო, იმიტომ რომ მე სახელი მივუთითე პროდუქტების მნიშვნელობაში და რა თქმა უნდა, ჩემი 3F დაიბნევა საერთოდ და მომცემს შედეგს 0-ს, იმიტომ რომ პირობა არასწორად არის გაწერილი. მნიშვნელოვანია რომ კრიტერიუმების გაწერა სწორად დავუკვირდეთ ხოლმე და ამ შემთხვევაში მოვნიშნოთ lip gloss. შემდგომ კრიტერია range 2-ში ანალოგიურად მოვნიშნოთ სახელები და შესაბამისად კრიტერია 2-ში მოვნიშნოთ Betsy, რომელიც უკვე მოგცემს სწორ არსებულ მნიშვნელობას. ხომ ხედავ რომ ანუ რეალურად ჩემი lip gloss-ის და Betsy-ის გადაკვეთა მაძლევს 5693-ს. ამ შემთხვევაში ხო, ანუ პირდაპირ გავიგეთ ჯამური ინფორმაცია რა იყო. ეს ამ შემთხვევაში როცა ორი კრიტერიუმი ერთმანეთზე იყო დამოკიდებული, ხომ? ანუ ერთმანეთზე როცა არის დამოკიდებული. ეხლა ნახეთ როგორ არის ცხრილი აგებული, ხომ? ანუ ერთმანეთის გვერდით წერია. ანუ D3 ფორმულაში მე რომ ეს არსებული ინფორმაცია გამოვიყენო, მე შევდივარ D3 ფორმულაში და ისევ ანალოგიურად როგორც ხედავთ 3 მნიშვნელობა მაქვს. ხო, ანუ როგორც 3Fs ფორმულაში იყო კრიტერია 1, 2, 3 და ასე შემდეგ, არ არის გაგრძელებული. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტერიის ნაწილში აი ამ ცხრილზეა დამოკიდებული, როგორ იქნება აგებული ერთმანეთთან. მე database-ში ანალოგიურად ნიშნავ ისევ თლიან კონკრეტულ
ცხრილს, ხო, იმიტომ რომ ცხრილის მიხედვით მინდა რომ მივიღო არსებული ინფორმაციები, field ჩემთვის არის ისევ 5, იმიტომ რომ მაინტერესებს ჯამური ღირებულება, ამ შემთხვევაში რაოდენობა რომ მაინტერესებდეს, დავწერდი პირდაპირ 4-იანს, რომელიც ნუმერაციის ნუმერაციით იქნებოდა 4-იანი, ანუ რაოდენობის ჯამს მივიღებ. ამ შემთხვევაში მაინტერესებს უკვე კრიტერიუმი, ხო, ანუ უკვე რა კრიტერიუმის მიხედვით უნდა იყოს მოცემული არსებული ინფორმაცია, რომელიც აი აქ მაქვს მოცემული, ხომ არსებული ცხრილი მაქვს პირდაპირ გაწერილი, რომელიც მაძლევს მნიშვნელობას, რომ რახან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წერია ჩემი ბეცი და ლიპგლოსი, უკვე ვხედავ, რომ ეს არის თანაბარი კრიტერიუმები. ანუ ამ შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს ბეციც და ლიპგლოსიც, ანუ რეალურად ორივე კრიტერიუმს უნდა მოიცავდეს ჩემი არსებული ფორმულა. ოკეი, ბრძანებით დავადასტურებთ და ვნახავ, რომ რეალურად იგივე შედეგი მომცა ზუსტად ჩემო D3-ის ფორმულაც და 3-ის ფორმულა. ეხლა ანალოგიურად მე მინდა შემოვიტანო ახალი ასე ვთქვათ, ამოცანასავით, რომელიც დაგვეხმარება მარტივად დავინახოთ 3-ის ფორმულასა და D3-ის ფორმულას შორის ძალიან დიდი განსხვავება, ხომ? 3-ის ფორმულა როგორც ნახეთ, ანუ კრიტერიუმების მიხედვით ერთნაირად არის გაწერილი, ხომ? ანუ ერთმანეთის ქვეშ მიყვება და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კრიტერიუმები ერთმანეთზეა დამოკიდებული. როგორც აი ამ პირობაში იყო გაწერილი, ხომ? ანუ რეალურად მე მაინტერესებდა ბეცი და ლიპგლოსი, სადაც ერთმანეთთან იყო გადაკვეთაში. ამ შემთხვევაში უკვე ახალი პირობა მაქვს, სადაც მაინტერესებს ცალკე ლიპსტიკის ჯამი, მაინტერესებს ცალკე ლიპგლოსის ჯამი და მაინტერესებს ეს ჯამში რამდენია, ხომ? ეხლა მე 3-ის ფორმულას ამაში როგორც ხვდებით ვერ გამოვიყენებ, იმიტომ რომ რეალურად ორივე პროდუქტია ჩემთვის, ხომ? ნახეთ, ორივე პროდუქტია და მომიწევს რომ ჯერ ერთ პროდუქტზე ავაგო 3-ის ფორმულა, შემდგომ მეორე პროდუქტზე და მე ესენი დავაჯამო ერთმანეთთან. აი როგორ გამოვა ეს კონკრეტული ინფორმაცია. 3-ის ინფორმაციას ავიღებ, შევდივარ FX პანჯარაში, მოვნიშნავ დოლარის მნიშვნელობას სრულად, იმიტომ რომ მაინტერესებს მე სამ რეინჯი, ჩემი კრიტერია რეინჯი ამ შემთხვევაში იქნება პროდუქტი, ხომ? და ჩემი კრიტერია ერთი იქნება ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ლიპსტიკი. მე რომ ეს სრულად დავფრიზო, მე ახლა მინდა რომ მაგალითად მეორე კრიტერიუმი ავიღო, თუმცა მე რომ მეორე კრიტერიუმის დამუშავება დავიწყო, უკვე ჩემი ფორმულა თანხმდარში ვერ იქნება ერთმანეთთან. ანუ მე ვეუბნები ესეთ რაღაცას, რომ ჩემი კრიტერიუმი თან ლიპსტიკი უნდა იყოს და თან ლიპგლოსი, ხომ? ანუ ამ შემთხვევაში ერთმანეთს ეჯახება ეს არსებული ინფორმაციები. ანუ უნდა მომიტანოს რეალურად მე ინფორმაცია, ან ლიპგლოსის ჯამური ინფორმაცია, ან ლიპსტიკის ჯამური ინფორმაცია, რომელიც სრულად მინდა დავინახო. ამ შემთხვევაში ცალკე ავაგე ეს არსებული ფორმულა, ანალოგიურად მე რომ ეს არსებული ინფორმაცია ჩამოვავრცელო დაბლა, ხომ ეს ფორმულაც რომ გადმოვიტანო, სრულად დავინახავ რომ მაძლევს არსებული ინფორმაციის ჯამს, ხომ? ანუ ცალკე დავინახე რომ ლიპსტიკი რა ჯამური მნიშვნელობით არის წარმოდგენილი, ცალკე დავინახე ლიპგლოსი რა ჯამური ინფორმაციით არის წარმოდგენილი. მე რომ ეს არსებული ინფორმაციები დავაჯამო, ხედავ რომ რეალურად მე უნდა მიმეღო 76714, ხომ? ანუ რეალურად მე მაინტერესებდა აი ეს ჯამური ინფორმაცია, რომელიც არის მთლიანობა, ხომ? ანუ სრულ ჯამი ამ ორი პროდუქტის. ეხლა ნახეთ, რითი არის გამორჩეული D3-ის ფორმულა ამ შემთხვევაში. მე რომ ეს არსებული ინფორმაციები როგორც ხედავთ, ერთმანეთის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კი არ ერთმანეთის ქვეშ დავავაგე, ეს იმას ნიშნავს, რომ ან ერთი პირობა უნდა შესრულდეს, ან მეორე და ისე დამიწეროს ამ ინფორმაციის ჯამი. ეხლა ნახეთ, შევხედოთ ამას პრაქტიკაში როგორ იქნება. პირდაპირ D3-ის ფორმულას დავწერთ, ხომ? შევდივართ FX პანჯარაში და D3-ის ფორმულა გვეუბნება ესეთ რაღაცას. Database, რომელიც ჩემთვის ანალოგიურად არის ისევ ის ცხრილი, ხომ, რომლის მიხედვითაც მინდა რომ წამოვიდეს არსებული ინფორმაციები და სრულად დავხვიზავ ამას და მაინტერესებს უკვე ფილდები, ხომ? ანუ მე მაინტერესებს მე რამდენი ნუმერაციით ინფორმაცია უნდა წამოიღოს. ამ შემთხვევაში ისევ სრული ღირებულება მაინტერესებს, ხომ? და ხან სრული ღირებულება გვაინტერესებს ამ შემთხვევაში, ისევ გვაინტერესებს ნუმერაციით მე-5 სვეტი. კრიტერიუმის ნაწილში უკვე, როგორც ხედავთ, უკვე უნდა მოვნიშნოთ არსებული ცხრილი, რომელიც ჩემთვის არის აი ეს არსებული მნიშვნელობა. როგორც ხედავთ, name-ის ნაწილში სიცარიელი არის დატოვებული და პროდუქტის ნაწილში წერია ლიპსტიკი და ლიპგლოსი. name-ის ნაწილში სიცარიელი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სახელის მქონე ნებისმიერი დისტრიბუტორი უნდა გაითვალისწინოს კონკრეტული პროდუქტის დროს და ასევე წამოიღოს ცალკე ლიპსტიკის ჯამი, ცალკე ლიპგლოსის ჯამი და ჯამური ინფორმაცია დამიწეროს მთლიანად. ოკეი, ბრძანებით დავადასტურებ და როგორც ხედავთ, ზუსტად ეს ინფორმაცია მივიღე ერთი ფორმულით, რომელიც შემეძლო ასე ვთქვათ, 3-ის ფორმულების შემთხვევაში ორი ფორმულა დამჭირდა. ხომ, ანუ როგორც ხედავთ, როგორ database ფორმულა როგორ დამეხმარა ამაში, რომ პირდაპირ დავინახე ერთი არსებული კონკრეტული ფორმულის დახმარებით ის არსებული მნიშვნელობა. ხომ, ანუ პირდაპირ აი აქ ხედავთ რა განსხვავებაა 3-ის ფორმულასა და D3 ფორმულას შორის.
აი ამასთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ რაიმე სახის კითხვები, მეგობრებო? ამე ხომ არ იყო გაურკვეველი აქ. როგორც ხვდები, გაურკვეველი არ იყო არაფერი. კარგით. რახან გაურკვეველი არ იყო არაფერი, ძალიან კარგი. შეგვიძლია რომ გადავიდეთ descriptive statistics. ჩანაწერი თუ გვექნება ეს ტელეფონით მიწევს ყურება და აი ისე გუდასმით რომ გადავხედო თუ იქნება ამის საშუალება. კი, ჩანაწერი იქნება რა თქმა უნდა და აიტვირთება ეს მოგივათ ამაზე ინფორმაციაც. მადლობა. მადლობა თქვენ. გადავიდეთ უკვე descriptive statistics ნაწილზე. ბევრი თქვენგანი იყენებთ Excel-ს, როგორც წეგან ვახსენე და როგორც გავიგეთ ამაზე ინფორმაცია, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს MS Excel-ის დამალული ფუნქციები, ასე რომ ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან ხშირია რომ აი ამ data menu-ში, აი ამ analysis ნაწილში საერთოდ სიცარიელე უჩვენთ ხოლმე. თუ რომელიმე თქვენგანს გაქვთ Excel-ი გახსნილი, შეიძლება გადაამოწმოთ და ნახოთ რომ აი აქ არსებული ინფორმაცია საერთოდ არ გქონდეთ გამოტანილი. მე ძალიან ასე ვთქვათ, საინტერესოდ უყურებ ამ თითოეულ ფუნქციას, რომელიც რა თქმა უნდა იდონს კურსში შედის და ძალიან საკმაოდ საინტერესოა ამის გამოყენება, ხო? მე შემიძლია გაჩვენოთ, საიდან ხდება ამ ინფორმაციის გამოტანა, ფაილებიდან, files, options და შემდგომ უკვე ვხედავთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე გვაქვს etsy პანჯარა, სადაც გვაქვს გაუგრძანება, ხო? გაუგრძანებას რომ დავაჭერთ, აი აქ პირდაპირ შეგიძლიათ მონიშნოთ არსებული ინფორმაციები, analysis toolpack-ი, analysis toolpack VBA, euro currency tool და ასევე solver etsy. ოკეი, ბრძანებით შემდგომ დაადასტურებთ და გამოჩნდება აი ეს არსებული ინფორმაცია პირდაპირ. მოსანიშნე იყო იქ 4-ვე, უნდა მოგენიშნოთ და ოკეი, ბრძანებით რომ დაადასტურებდით, პირდაპირ გამოჩნდებოდა. ეხლა ეს ჩანართები რაში გვეხმარება, ხო? მე ჯერ მინდა შეგახედოთ data analysis ნაწილი რა შვება საერთოდ, რა ინფორმაციებს გვაწვდის, მე რომ data analysis-ში შევიდე, როგორც ხედავთ, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი არსებული ფუნქცია გვაქვს, როგორც არის რეგრესია, ასევე ჰისტოგრამები, ასევე Fourier analysis, ასევე გვაქვს descriptive statistics, რომელიც დღეს მინდა რომ მივიხილოთ, ასევე კოვარიაცია, კორელაცია, ერთმანეთთან დამოკიდებული ინფორმაციები, ხომ ორფაქტორიანი და ასე ვთქვათ, single factorიანი და ასე შემდეგ. Common noise scheme-ზე დამოკიდებული, რა გვაინტერესებს. მე დღეს მინდა წარმოგიდგინოთ descriptive statistics-ი, რომელიც ძალიან მარტივად დაგეხმარებათ ინფორმაციის დამუშავებაში. ბევრმა თქვენგანმა იცის სამის ფორმულა, ხომ, ძალიან მარტივი ფორმულები, average ფორმულა, sum ფორმულა, სტანდარტული გადახრა და ასე შემდეგ. ხომ, მაგრამ ძნელია ხოლმე თუნდაც მონაცემების დამუშავების დროს ესე საკითხავთ ამ ინფორმაციის აგება, ხომ, თან შეიძლება რაღაც მონაცემი გაიყვაროს თუ სრულიად არ ქონდა ეს არსებული ინფორმაცია მონიშნული. მე მინდა ძალიან მარტივად გაჩვენოთ, როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის პირდაპირ გამოტანა. როგორც ხედავთ, მე მოცემული ეს ტრანზაქციები ისევ იგივე ცხელი გვაქვს, არ შემოვიდანით სხვადასხვა ცხელი, რომ ჩვენი მასტერკლასი ერთ და იგივე ინფორმაციაზე სხვადასხვანაირი კუთხით დაგვენახა და გადაგვეტანა, ხო? როგორც ხედავთ, მოცემული ინფორმაციებიდან გამომდინარე, სახელების შემოსავალი მაქვს პირდაპირ ამ შემთხვევაში გამოტანილი. პირდაპირ გაწერილია ბეცის რა შემოსავალი ქონდა, ეშლის რა შემოსავალი ქონდა, ზარიც და კოლის ამ შემთხვევაში. მე მინდა მოვნიშნო ეს სრული არსებული ინფორმაცია და შევიდე data analysis ნაწილში და გამოვიტანო პირდაპირ descriptive statistics ნაწილი. როგორც ხედავთ, descriptive statistics რაღაც არსებული ფანჯრისგან შედგება, რომელიც განსხვავდება ფორმულისგან. ხო, რა თქმა უნდა, აქ უკვე ფორმულის გაწერა კრიტერიუმების მითითება ამ შემთხვევაში არ გვჭირდება. ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ input range, ხომ, ანუ input range პირდაპირ გულისხმობს იმ ცხრილს, რომლის მიხედვითაც გვინდა რომ მივიღოთ არსებული ინფორმაციები. ამ შემთხვევაში ეს არის აი ეს არსებული კონკრეტული დასახელებების მიხედვით მიღებული შემოსავლები. ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ უნდა დააჯგუფოს კოლონის მიხედვით, უნდა მივუთითოთ, რომ ეს პირველი etsy ეშლის არეთი არის, რა თქმა უნდა, სათაურები, რომ მონაცემების დამუშავების დროს ესენი არ გაითვალისწინოს, რა თქმა უნდა, და ასევე გვაქვს output option-ები. Output option-ები გულისხმობს იმას, რომ ამ კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები ცალკე გვერდად გაიტანოს და მას სახელი და დაარქვას იმ გვერდს არსებულს, თუ უბრალოდ არსებულ გვერდზე რომელიმე უჯრედიდან დაიწყოს ამ არსებული მონაცემების გადმოტანა. მაგალითად, მე მივუთითებ errors ამ შემთხვევაში, რომ პირდაპირ error-ი უჯრედიდან დაიწყოს არსებული ინფორმაციის გამოტანა. როგორც ხედავთ უკვე, ამ არსებული ინფორმაციის ქვევით გვაქვს მოსანიშნე ინფორმაციები.
summary statistics, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჯამური ინფორმაციები გამოიტანოს, ანუ რეალურად ყველანაირი ინფორმაცია გამოიტანოს, საშუალო, მინიმალური, county, მაქსიმალური, ასე შემდეგ. ხო, ანუ როგორც სტატისტიკურ მონაცემებს ეხება, რა თქმა უნდა, დავინახავთ ჩვენ ამ ყოველივეს. Confidence level, ხო, ანუ ვინც სტატისტიკური მონაცემებთან ახლოს არის, მან იცის სანდოობის წყარო რა არის, ასე ვთქვათ, სანდოობის წყარო ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არსებული მონაცემების თუნდაც მომავალი მენეჯერებისთვის საკმაოდ საინტერესო არის ხოლმე. ხო, forecasting-ს რომ აკეთებენ ხოლმე და ცდილობენ გაიგონ მათთვის რა იქნება საშუალოდ შემოსავალი, ხო, მაგ პროგნოზი რომ გააკეთონ. ხო, მაგალითად გეგმა რომ სრულდება ხოლმე, ხო, ანუ ბევრს გაგიგიათ რომ თუნდაც ან თქვენ სამსახურში ცდილობთ ხოლმე რომ გეგმა შეასრულოთ. ხო, ანუ გეგმა ზუსტად აქედან არის დათვლილი რომ სწორედ აი ამ გეგმის მიხედვით უნდა იყოს მოქცეული რაღაც მარჟაში არსებული შემოსავლები, რომ თუ ამ მარჟას ვერ გადაცდა ის იმას ნიშნავს, რომ გეგმა ვერ შესრულდა, მაგრამ თუ გადაცდა ის იმას ნიშნავს, რომ გეგმა შესრულებულია კარგად. და მე მინდა K-largest-ი და K-smallest-ი გამოვიტანო ამ შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი იყოს როგორც მინიმალური, მაქსიმალური, მაგალითად, ზრდადობით რომ დავალაგოთ მონაცემები, ბოლოდან მესამე მონაცემი რა იქნებოდა ზუსტად ამას გულისხმობს ჩემი არსებული ინფორმაციები. მე შემიძლია რომ აქვს სხვადასხვა მნიშვნელობები მივუთითო და შესაბამისად ამაზე მომცემს არსებულ ინფორმაციებს. ოკეი, ბრძანებით დავადასტურებ და დაინახავთ რომ რეალურად მე მივიღე 4-ვე სახელზე საკმაოდ საინტერესო ცხრილი. მე მინდა რომ ეს ცხრილი ცოტა გავშალო. მომნიშნავს ვეტებს და ორჯერ დაკლიკებით მარტივად გავაფართოვებ მათ და ვხედავ რომ ჩემი მინიმუმ შემთხვევაში არის საშუალო. ჩემი სტანდარტ ერორი არის პირდაპირ გადახრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მედიანა, ხო, მედიანა ჩვეულებრივი მათემატიკური მედიანა, მოდა ამ შემთხვევაში არ გვაქვს, იმიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემ არსებულ მონაცემებში ყველა არის უნიკალური და ესე არ მეორდება არსებული ინფორმაციები. სტანდარტული გადახრა, ვარიაცია, რეინჯი, მინიმალური, მაქსიმალური, ჯამური ინფორმაცია, რაოდენობა ხომ, როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესოდ არის ამ შემთხვევაში გამოყენებული თითოეული ეს დეტალი და როგორც ხედავთ, არ მიწევს ხელით არსებული ინფორმაციების დაჯამება, ხო? როგორც ხედავთ, როგორც საინტერესოდ შეუძლია Excel-ს პირდაპირ დაგუთვალოს არსებული ინფორმაცია, ისე რომ ფორმულების აწყობა არ მოგვიწიოს, ხო? ანუ რეალურად ამის დახმარებით თქვენ შეძლებთ, რომ ძალიან მარტივად მართოთ. თუმცა ამ კონკრეტულ ჩანართს შეიძლება ითქვას, რომ ერთი პრობლემა აქვს. ეს არ არის ფორმულირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თუ არსებულ ცხრილს, ამ არსებულ ცხრილს მივამატებთ რაიმე არსებულ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში ეს არსებული კონკრეტული რიცხვი არ განახლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მას მიამატებთ არსებული ინფორმაციას, ან დააკორექტირებთ კონკრეტულ ჩანართს, უნდა განახლდეს არსებული ინფორმაციაც, ხომ მარტივად შეძლოთ არსებული ინფორმაციის განახლება, ხომ ძალიან მარტივი იყო descriptive statistics-ში შესვლა და პირდაპირ შეგიძლიათ რომ იგივე უჯრედზე დასვათ ზუსტად ახალი კონკრეტული ეს ცხრილი, რომელიც მოგცემთ აი ამ სწორ ინფორმაციებს. ამასთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ რაიმე სახის კითხვა? ბევრი თქვენგანისთვის შეიძლება უცხოი იყო ეს კონკრეტული ცხრილი. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა. თუ გაქვთ სურვილი. არასად სამხრივად საინტერესოა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეხლა ეს პროცესში მოყოლილზე ჯობია რომ პრაქტიკულად როცა გავაკეთებ ალბათ მაშინ. ძალიან საინტერესო. PSS-ში გავიარა ეს ნაწილი და საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა Excel-შიც თუ იყო მსგავსი. ძალიან კარგი, მიხარია რომ ახალი ინფორმაცია შეიძინეთ და გაიგეთ ამის შესახებ. ძალიან კარგი. კარგით მეგობრებო, მაშინ შემიძლია უკვე გადავიდე მე pivot table-ზეც. Pivot table-ი საკმაოდ საინტერესო ფუნქცია არის და ბრძანება არის, რომელიც Excel-ს გააჩნია. და მე მინდა მინიმალურად შევეხო pivot table-ის დამუშავების ნაწილსაც, როგორ მარტივად შეიძლება მართოთ არსებული ცხრილი. როგორც ხედავთ, იგივე ტრანზაქციების ცხრილიც ამოვიღე სპეციალურად, რომ მარტივად დავინახოთ ჯამური ინფორმაციები. მაგალითად, მე აქ კი გამოვიტანე თუნდაც ეს გადახრების საშუალოები და ამ შემდეგ, მაგრამ მე მინდა დავალაგო ვიზუალიზაციის კუთხით ჩემი არსებული კონკრეტული Excel-ი ძალიან მარტივად. მე მინდა გამოვიტანო არსებული ინფორმაციის მიხედვით insert-ში pivot table-ი და პირდაპირ ავირჩიო არსებული ინფორმაცია, რომ ახალ კვერცხზე იყოს წარმოდგენილი და ოკეი ბრძანებით დავადასტურო. როგორც ხედავთ, pivot table-ი გამოვიტანე, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ მიჩნევს, ხო? როგორც ხედავთ, რაღაც არსებული ოთხკუთხე მართკუთხედი ინფორმაცია არის ჩასმული. Pivot table field-ების ლისტი არის გამოტანილი და შემიძლია რომ აი აქედან ავარჩიო ჩემთვის სასურველი მონაცემები.
ბევრი თქვენგანისთვის შეიძლება პივოტები ნაცნობი იყოს, იმიტომ რომ ხშირად იყენებენ ხოლმე ამ კონკრეტულ პროდუქტს. მე შემიძლია ძალიან მარტივად მართო ხომ, შემიძლია პროდუქტების დასახელება პირდაპირ გადმოვიტანო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი არსებული პროდუქტის დასახელებები პირდაპირ იქნება ჩამოწერილი, სადაც უნიკალური ინფორმაცია იქნება მხოლოდ დაწერილი. როგორც ხედავთ, მე პროდუქტების ნაწილში ძალიან ბევრი ჩამონათვალი მქონდა, თუმცა პროდუქტების ნაწილში ვიცი, რომ მხოლოდ აი ეს 5 არსებული ინფორმაცია იღებს მონაწილეობას. პივოტების ნაწილში ანალოგიურად მე შემიძლია გამოვიტანო სახელების ნაწილი, მაგალითად ზედაჭრილში იყოს სახელები ჩამოწერილი და მარტივად დავინახო არსებული ინფორმაციები. ამ პირიქით, ხომ ნახეთ, შემიძლია რომ პროდუქტები ჩავშალო სახელების მიხედვით და ძალიან მრავალფუნქციური ცხრილი შევქმნა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სვეტი მექნება ამ შემთხვევაში დაპრიორიტეტებული, ხო? თუ მექნება სახელი, ჯერ შემდგომ მექნება პროდუქტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ იქნება სახელის ინფორმაცია გამოტანილი, შემდგომ პროდუქტებად იქნება ეს ჩაშლილი. მე შემიძლია თქო უნდა ეს არსებული ინფორმაციები დავმალო და მხოლოდ არსებული ინფორმაცია გამოვიტანო, რომელიც მაინტერესებს. მაგით ახლა გამოვიტანოთ ამ შემთხვევაში დოლარის ინფორმაცია value-ის ნაწილში და გამოვიტანოთ მაგალითად ასევე unit-ების მნიშვნელობით. როგორც ხედავთ, მე მარტივად შევძელი ის, რომ თუნდაც ეშლის ნაწილში მიმეღო ჯამი არსებული ინფორმაციის, ასევე მიმეღო ჩაშლილად, ხომ კონკრეტულად ეშლიმ ჯამური ინფორმაციებიდან გამომდინარე, რა სახის ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ჯამური შემოსავალი შემოიტანა კონკრეტული პროდუქტების ჭრილში. რეალურად ეს არსებული ჯამი უკვე მე ამ პროდუქტების ჯამი მაძლევს ეშლის მთლიან შემოსავალს ამ შემთხვევაში. ხომ სწორედ აი ამ კუთხით არის დაწერილი. მე შემიძლია რომ pivot analyze-ში დიზაინების ნაწილში პირდაპირ დავამატო მას grand total-ები, მაგალითად ჩავურთო, ხომ, პირდაპირ grand total-ები, რომელიც მომცემს აი ამ ბოლოსში არსებული ინფორმაციას, რომ ეს სრული ინფორმაცია დამიჯამოს და მარტივად დავინახო. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ასევე ის, რომ ჩემი არსებული ინფორმაცია შემიძლია სხვადასხვანაირ ჭრილში დავაფორმატო, შემიძლია რომ მას უბრალოდ დოლარის ნიშნებით გავუწერო, ხომ ეს ფორმატირება არის წმინდა არსებული ცხრილის. მე თქვენი აქცენტი მინდა გავაკეთო pivot table-ის ჭრილში, რა თქმა უნდა, ეს მინიმალური ინფორმაცია გავიარეთ, თუმცა მე მინდა თქვენი აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ pivot table შეუძლია დამატებით არსებული სვეტის დამატება. ეს საკმაოდ საინტერესო ფუნქცია, რომელიც ბევრმა არ იცის და ასე ვთქვათ, pivot table-ის დამალულ кейსად რჩება ამ შემთხვევაში. ხო, მაგალითად მე მინდა რომ გავიგო ჩემი არსებული კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე, ჯამური შემოსავლის რაღაც პროცენტი, ხო, მაგალითად დისკაუნტი გავაკეთო. მე მინდა რომ თან ისე გავაკეთო ეს არსებული ინფორმაცია, რომ ჩემი არსებული კონკრეტული ის არსებული ცხრილი საერთოდ არ შეიცვალოს. ხო, მაგალითად აი ამ pivot table-ში დავინახო რომ თითოეული შემოსავალი მე 10%-იანი დისკაუნტით გავაკეთე. მაგალითად ჩემი დისკაუნტი რა გამოვიდოდა ამ შემთხვევაში. ხო, მე მაგალითად მინდა დავარქვა ფანჯარას დისკაუნტი, როგორც ხედავთ მე პირდაპირ სახელების ნაწილში გამოვიტანე ეს დისკაუნტი და აქ შემიძლია დავწერო ფორმულა. ამ შემთხვევაში მე ჩავწერ დოლარის მნიშვნელობას, რომელსაც გავამრავლებ 0.1, რადგან 10%-იანი პროცენტულობით მინდა გავიგო არსებული ინფორმაცია. ოკეი, ბრძანებით დავადასტურებ და დაინახოთ, რომ დავემატა ახალი სვეტი, ხომ? sum of discount-ი, რომელიც როგორც ხედავთ, პირდაპირ 10% არის გამოტანილი ამ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე. მე გადავალ მთლიან ცხრილში, რომ დაგანახოთ, რეალურად აქ არანაირი სვეტი არ არის ჩამატებული. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს pivot tables დაემატა მხოლოდ ეს არსებული discount value, რომელიც მე შემიძლია საერთოდ არ გამოვიყენო და შემიძლია მარტივად მართო. ამ შემთხვევაში discount values გამოვიყენებ შემდეგნაირად, discount ჩავსავ ანალოგიურად, unit-ებს გადავიტან და დავინახო, რომ რეალურად sum of დოლარების ნაწილი რა იყო, sum of discount-ის ნაწილი რა არის ამ შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ რაიმე სახის კითხვა? თუ გამოგიყენებიათ თქვენ pivot table-თან დაკავშირებით calculated field-ები. რომელიმე თქვენგანს. თუ რა თქმა უნდა გაქვთ გამოხატვის სურვილი. კარგით. როგორც ხდები, ნაკლებად კიდეთ გამოხატოთ, ასე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით. კარგით. მაშინ ჩვენ შეგვიძლია უკვე pivot table-ზე შეკითხვა ვერ გავიგე რა დასვით როგორც თუ გამოგიყენებიათ pivot table-ზე calculated field-ები. ამ pivot tables თუ იყენებთ ხოლმე? კი, ეს ძალიან კარგი ფუნქცია არის, რა ძალიან კარგად მეხმარება ხოლმე რაღაც ნაწილში და
Calculated fields თუ იყენებთ ხოლმე pivot tables. ხა იმდენად პროფესიონალურად ხსნით, რომ მე იქამდე ვერ ჩამოყვებით სავარაუდოდ რა, იმიტომ რომ თლად ეგრე სიღრმისეულად არ ვარ და რაღაც დონეზე ვიყენებ რა, ასე რომ ვთქვა და ვცდილობ გავიღრმავთ. ამ calculated fields-თან თუ გქონიათ შეხება? ეს რაც ეხლა ვისაუბრეთ. აი და ტელეფონში გამოიყენებდით ამ კონკრეტულ ჩანართს. კარგად ვერ ვხედავ ტელეფონით უყურებ, ხა როგორც გითხარით რა წეგან და ვიდეოს იმედი მაქვს რომ ვიდეოში უდასმით გავადევნებ თვალს რა, ასე რომ ვთქვა. კარგით, მადლობა პასუხისთვის. ვფიქრობ თქვენთვისაც პილოტირებული, მაგრამ ის ფაზ დაკლება რაც გააკეთეთ დისკაუნტი ის არა პირველად ნახე. მადლობა. ვფიქრობ რომ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო ფუნქციონალი იქნება ეს რომ რადგან pivot table თქვენთვის საკმაოდ პროდუქტიულია, შეიძლება რომ მან მოგინდეთ თუნდაც არსებული სვეტების ჩამოტება, ეხლა რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ ასევე გამოვიტანოთ ამ ორ არსებულ ვთქვათ ინფორმაციის შორის სხვაობას და შესაბამისად ჩვენთვის შესული ინფორმაციებიდან გამომდინარე გავწეროთ დეტალურად ეს არსებული მნიშვნელობები. კარგით, მეგობრებო, მადლობა ჩართულობისთვის. და მე შემიძლია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციონალს, ვთქვათ, ფუნქციონალზე გავაკეთო აქცენტი, რომელიც არის solver. შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი იყოს, შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის უცნობი იყოს, თუმცა მე მინდა დეტალებში ჩავიდე და გავიაროთ არსებული кейსი, რომელიც მოცემული გვაქვს. როგორც ხედავთ, პირობა გვაქვს მოცემული, ასევე დამუშავებული არის Excel-ის გვერდი, სადაც როგორც ხედავთ, რომ პეტროლის ლოგოთი არის ამ შემთხვევაში გაწერილი არსებული ინფორმაცია. როგორც ხედავთ, ამოცანა გვეუბნება ესეთ кейსი გამოიტანა, ასე ვთქვათ, შეპესე რომ პეტროლ საქართველოს აიღო სესხი $1,500,000 ოდენობით მენეჯმენტის გადაწყვეტილებით 17 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ამ სესხის დაფარვა. სესხის გადახდა უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ პერიოდის ბოლოს. წლიური საპროცენტო განაკვეთი უნდა შეადგენდეს 12%, სესხზე პროცენტის დარიცხვა წარმოებს წელიწადში ერთხელ. პერიოდის ბოლოს. მენეჯმენტს სურს გამოთვალოს რა მინიმალური თანხის გადახდა მოუწევს წელიწადში სესხის დაფარვისთვის. ანუ ნახეთ როგორი სიტუაციაა. ხომ ჩვენ სესხი ვიცით რომ გვაქვს $1,500,000 ამ შემთხვევაში. ხომ პირდაპირ არის გაწერილი. ჩვენი არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ვიცით რომ 17 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს სესხის გადახდა, როგორც გადახდა პირობ მას ვთქვათ, ცხრილური სახით მინდა რომ მინიმალურად ჩავწეროთ არსებული ინფორმაციები. გადახდის რაოდენობა ვიცით რომ არის 17 ისევ, ხომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რადგან წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს გადახდა, ეს იმას ნიშნავს რომ რამდენი წლითაც ვიღებ სესხს, ზუსტად იმდენი გადახდა მექნება ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში პირობას რომ გაეწერა რომ წელიწადში ორჯერ უნდა მოხდეს არსებული ინფორმაციის გადახდა, ეს იმას ნიშნავს რომ მე წელის მნიშვნელობას გავამოწმებდი პირდაპირ 2-ზე. და საპროცენტო განაკვეთი არის პირდაპირ 12%. როგორც ხედავთ, მოცემული აქვს პირდაპირ არსებული მნიშვნელობები და ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია უნდა ავუწყო. ხომ უნდა გამოვიტანო არსებული ცხრილი, როგორც ხედავთ, მე არ მაქვს ინფორმაცია, რა მინიმალური გადასახადი უნდა მოუწიოს წელიწადში სესხის დაფარვისთვის. ხომ ანუ რეალურად კომპანია სურს რომ გამოითვალოს თუნდაც რა იქნება ის წლიური ხარჯი კონკრეტული სესხის მიღებიდან. შესაბამისად, მოცემული გვაქვს ცხრილი, როგორც ხედავთ, 17 წელი არის მოცემული, როგორც ხედავთ, აქ ინგლისურად არის გაწერილი და მე ქართულადაც მივაწერ ამ არსებულს ყველასთვის აღსაქმელი რომ იყოს მარტივად, საწყისი ბალანსი არის ეს, გადასახადი, ეს არის პროცენტი, ეს არის სესხის ძირი და ესაა საბოლოო ბალანსი კონკრეტული წლით. როგორც ხედავთ, მე რომ მაგალითად სესხი მაქვს აღებული, სესხის ჭრილში მე რაღაც თანხას რომ ვიხდი, მაგალითად ვიხდი თვეში 500 ლარს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე 500 ლარიდან რაღაცას ვიხდი იმ არსებული ძირი თანხისას, რაღაცას ვიხდი პროცენტისას, ხომ? იმიტომ რომ რეალურად ბანკსაც უნდა ქონდეს შესაბამისი მოგება, რომ ბანკმა იქიდან რაღაც რეალური შემოსავალი მიიღოს და არ ქონდეს უბრალოდ თანხა გაცემული და იგივე თანხა დაუბრუნდეს ამ შემთხვევაში, ხომ? რა თქმა უნდა, ბანკის მოგებაც რეალურად ეს არის. საწყისი ბალანსი, ხომ ჩემი საწყისი ბალანსი ვიცი რომ არის $1,500,000, რომელიც სესხით ჩვენ რეალურად ავიღეთ. ჩვენი გადასახადი რომელიც ჩვენთვის უცნობია, ხომ? ეხლა ამ შემთხვევაში უნდა მივიღოთ ჩვენ პროცენტი. ჩვენი პროცენტი არის საწყისი ბალანსის აღებული 12%. ხო ასე? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ საპროცენტო განაკვეთი გვაქვს ამ შემთხვევაში 12%. ჩემთვის სესხის ძირი
არის პირდაპირ გადასახადს გამოკლებული პროცენტის არსებული მნიშვნელობა, ხო, ამ შემთხვევაში. და ჩემი საბოლოო ბალანსი როგორ უნდა მივიღო? ჩემს საწყის ბალანსს უნდა გამოვაკლო სესხის ზირს, რა თანხაც მოვაკლდა. ანუ რეალურად ჩვენ რომ ბოლოს გავიგოთ რა არსებული თანხა დაგვრჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე რა საწყისი ბალანსიც მქონდა დასაწყისში, როგორც პირობაშია გაწერილი, სესხის დაფარვა ხორციელდება პერიოდის ბოლოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად წლის ბოლოს იღრის არსებულ გადასახადს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი საწყისი ბალანსი რომ იყო მაგალითად 1.5 რომ მე რომ გადავიხადე ის გადასახადი, ის არსებული გადასახადიდან არსებული ძირი თანხა წლის ბოლოსთვის ის აღარ მექნება, ხო? მოკლდება ჩემს სესხის ვალდებულებას და შემდგომ უკვე მეორე წლის დასაწყისი იქნება ჩემი პირველი წლის ბოლო ამ შემთხვევაში. ანალოგიურად იქნება გაწერილი ეს თითოეული ინფორმაცია, რომ ჩემი კონკრეტული სესხის პროცენტი არის ეს, ჩემი სესხის ძირი გახლავთ ეს თანხა და ჩემი საბოლოო თანხა არის ეს. როგორც ხედავთ უკვე ჩემი არსებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, პირდაპირ შევძელით რომ არსებული კონკრეტული ცხრილი მარტივად შევავსოთ. ხواسია. ჩვენ ბოლომდე შევკარით ეს არსებული მნიშვნელობები და მარტივად შეგვიძლია ამ შემთხვევაში დანახვა თუ რა არსებული მნიშვნელობა გვიჩანს პირდაპირ. მაგრამ მე ხა მინდა რომ ჯაჭვი გავაკეთო, ხო? თემი ცხრილი რომ ბოლომდე სრულიად კარგად იყოს აგებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ყოველი გადასახადი უნდა მქონდეს თანაბარი. ანუ მე რომ გავიგო აი ეს არსებული კონკრეტული უჯრა, რა უნდა მქონდეს, ამ შემთხვევაში პირდაპირ უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი. რომ აქედან გამოვიტოვოთ პროცენტი რა იყო, აქედან გამოვიტოვოთ სესხის ძირი რა დაგვრჩა და შემდგომ გავიგოთ საბოლოო ბალანსი. ეხლა ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს solver-ში რომ შევიდე data menu-ში ისევ და ასე ვთქვათ ისევ solver, ხომ რომელიც ჩემთვის იყო საინტერესო. set objective. ეხლა ორი ვარიანტი არსებობს set objective-ის გაწერის. ნახეთ როგორც ხედავთ ამომივარდა პანჯარა და რაღაც არსებული ფუნქციების ან ფორმულის შესავსები ველი. აქ მე ვუთითებ კონკრეტულ ინფორმაციას, რა მინდა რომ მოხდეს, რა პირობები მინდა რომ დაგმოვაკლდეს და რა კონკრეტული ინფორმაციები მინდა რომ იყოს გაწერილი. მაგალითად, ჩემი set objective ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს პირდაპირ ეს არსებული ბოლოს ვეტი, ან პირდაპირ ეს არსებული უჯრა. ამ შემთხვევაში მე შემიძლია მივუთითო მინიმუმი და ჩემი by changing variable cells-ი არის პირდაპირ ის კონკრეტული უჯრა, რომელიც მინდა რომ განახლდეს. ანუ მე რეალურად მინდა რომ შემეცვალოს ეს არსებული კონკრეტული მნიშვნელობა, რომ მივიღო სწორი ინფორმაცია, ხო? მაგალითად, მე შემიძლია აქ დამატებით დავუმატო, რომ მაგალითად ჩემი ეს არსებული მნიშვნელობა უნდა განახლდეს აუცილებლად. ასევე მე შემიძლია დავუმატო არსებული პირობები, ხო? ანუ პირობები გავუწერო, მაგალითად, აი აქ როგორც არის მითითებული, რომ ჩემი არსებული მიღებული ინფორმაცია აუცილებლად არ უნდა იყოს უარყოფითი რიცხვი. რა თქმა უნდა, ჩემი გადასახადი არ უნდა იყოს უარყოფითად წარმოდგენილი, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ფული უკან შევამდის, ხო? ანუ ეს ფული ჩემგან გადის და პირდაპირ სესხის დაფარვას ხმარდება ეს ყველაფერი. ასევე შეგვიძლია რომ set objective-ში პირდაპირ მივუთითოთ ეს საბოლოო მნიშვნელობა და მე ჩემი value of ჩანართი იყოს 0. სულ ბრძანებით მე შემიძლია რომ მარტივად ძალიან ერთი ღილაკის დახმარებით, ოკეი ბრძანებით რომ დავადასტურებთ, მივიღოთ არსებული მნიშვნელობა, როგორც ხედავთ, ჩემი არსებული უჯრა თვითონ შეივსო, ხო? ავტომატურად solver-მა შეძლო ის რომ პირდაპირ ჩემი არსებული მნიშვნელობა სწორად არის წარმოდგენილი და როგორც ხედავთ, ჩემი საბოლოო ბალანსი ამ შემთხვევაში პირდაპირ მითითებულია ისე რომ განვლებული. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ solver-ი დამეხმარა იმ კონკრეტული თანხის პოვნაში, რომელიც მე მაინტერესებდა, ხო? ანუ რეალურად solver-მა მე მიპოვა ის არსებული კონკრეტული ჩანართი, ის არსებული კონკრეტული გადასახადი, რომელიც ჩემთვის იქნება დასასრული, რომ ეს წლის ბოლოს სესხი გამოვლებოდა. მიგხვდით ხომ რაზეა საუბარი? კი, მაგრამ უბრალოდ ცოტა ჯერჯერობით რთული, ანუ ხელახლა უნდა უყურო ჩანაწერსაც აუცილებლად, რომ უფრო გავერკვიო. მოყვებით, მოკლედ, მგონი? კი, ანუ შინაარსობრივად უნდა უბრალოდ რომ გაიაზროთ რა სახის დავალებას გვისრულებს solver-ი და რაში გვეხმარება. თუ რა თქმა უნდა, და მომეწონა დაანკოხათ არის დათვლილი. უფრო დეტალებში შეიძლება ამის განხილვა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჩანართი აქვს solver-ს, ეს უბრალოდ ეს მინიმალურად რომ გვცოდნოდა და გაგვიგო რა ინფორმაციების დაიდენტიფიცირება შეუძლია ჩვენი master class-ის დონეზე, რომ შეგვეხედა რა ინფორმაციის მოცემა შეუძლია ჩვენს არსებულ კონკრეტულ მნიშვნელობას. solver-ის ნაწილიც ეს იყო, საკმაოდ, ასე ვთქვათ, მრავალფუნქციური არის solver-ის გამოყენება, მენეჯმენტში იყენებენ ხოლმე ხშირად, მაგალითად, ხშირია ხოლმე ისეთი ვარიანტები, როცა
უწევთ ხოლმე პროდუქტის წარმოება, პროდუქტის ხარჯების დათვლა, ხომ? აი ამ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე, ძალიან მარტივია სოლვერით მართო და იპოვო ის კონკრეტული რაოდენობა, რამდენი პროდუქტი უნდა დაამზადო, რომ შენ მოგებაზე გახვიდე, ხომ? ან თუნდაც შენი წმინდა მოგება იყოს 0-ის ტოლი. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია, ხომ? თუნდაც აი ხა მინიმალური кейსი შეგვიძლია რომ ავიღოთ ამ შემთხვევაში. მაგალითად, თუნდაც რაღაც ვამზადებთ მინიმალურ პროდუქტს, მაგალითად ვამზადებთ თუნდაც სამლარად ყიდით ჩვენს ასებულ პროდუქტს, თუნდაც ამ შემთხვევაში ეს იყოს. მოდით რაოდენობა დავწეროთ აქ, რაოდენობა, ფასი და ხარჯი. მაგალითად, ყიდით 2/9 ჩვენს ასებულ პროდუქტს, ჩემი ხარჯი არის ამ შემთხვევაში 1.5 და მაგალითად მე ინვესტიცია ჩავდე 20,000 ლარის. ხომ? ანუ ამ შემთხვევაში მე რომ ფორმულა ავაგო, ხომ? ანუ მე რომ აქ გავიგოთ წმინდა მოგება. მინდა მოგება ეს მინიმალური кейსი რომ ავაგოთ მცირედით მაინც. ანუ ჩვენ რა გამოდის, ხომ? ან ჩემი რაოდენობა უნდა გამრავლდეს ფასზე, ხომ? ხილს დავხურავ, მას უნდა გამოვაკლდეს ჩემი ხარჯი, ხომ? მოგვიდეს ეს ხილში უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩემი ხარჯი გამრავლებული რაოდენობაზე, იმიტომ რომ მე თუ ერთი პროდუქტი ვაწარმოე, 1/9 მექნება ხარჯი, მაგრამ მე თუ ორი პროდუქტი ვაწარმოე, მე მექნება 3 ლარი ხარჯი, ხო, ამ შემთხვევაში. და გამოვაკლოთ მას ასევე ინვესტიცია. ოკეი, ბრძანებით რომ დავადასტურო, დავინახო რომ რეალურად მე ხალხ ერთს ჩავწერ, ეს იმას ნიშნავს რომ მე მაგალითად კონკრეტული ერთი პროდუქტი რო ვაწარმოე, მე მივიღებ ერთი, ასე ვთქვათ, 1 ლარი მოგება. თუმცა მე რომ ინვესტიცია ჩავდე მასში 20,000 ლარი, როგორც ხედავთ, წმინდა მოგება ამ შემთხვევაში მაგ ზარალზე. მე შემიძლია ახლა სოლვერით ესეთი რაღაც შემოგთავაზოთ, ხო, ან დეითაში რომ შევიდეთ, რომელიმე თქვენგანს ხომ არ აქვს სურვილი რომ გამოხატოს ამ ამოცანის ამოხსნის ნაწილში. როგორც ხდები არა. კარგით. ისე მე გავაგრძელებ მაშინ, set objective-ის ნაწილში ჩვენ შეგვიძლია რომ მარტივად მივუწვეთ რომ ეს AF11, რომელიც უნდა გაუტოლდეს 0-ს და by changing variable cells, რომელიც ამ შემთხვევაში არის პირდაპირ რაოდენობა. ხო, ანუ მე რაოდენობა უნდა შემიცვალოს, რომ მივიღო ჩემთვის სასურველი ინფორმაცია. მე შემეძლო რომ set objective-ში გამეწერა ასევე რაოდენობა, მივეთითებინა მინიმალური და ასევე აი ამ არსებულ კონკრეტულ ჩარტში დამეწერა სხვადასხვანაირი პირობები. ხო, ნახეთ როგორც ხედავთ, აი აქ საკმაოდ მარტივად შეიძლება სხვადასხვანაირი ინფორმაციის შეყვანა, გაწერა და დამუშავება. Solve ჩანართით, როგორც ხედავთ, ჩემი solver-ი პირდაპირ გამოიტანს results, ანუ შედეგს, რომელიც მე შემიძლია დავინახო, როგორც ასე ვთქვათ, რაღაც ლიმიტის ნაწილში, მე შემიძლია ეს სცენარი, ასე ვთქვათ, დავამახსოვრო და შემიძლია რომ რაღაც რეპორტის სახითაც გამოვიტანო არსებული ინფორმაცია. ოკეი, ბრძანებით დავადასტურებ და როგორც ხედავთ, რაოდენობა ზუსტად ის დამიწერა, რომელიც მე მაინტერესებდა. თქონდა აქ ისე დაემთხვა, რომ 20,000 უნდა ვაწარმოო, რომ ზუსტად 0-ზე გავიგე. მაგრამ მე შემიძლია რა თქმა უნდა ეს ანალოგიურად შევცვალო, მაგალითად, ჩემი წმინდა მოგება რომ იყოს თუნდაც 1500-ის ტოლი. Solve-ით ანალოგიურად გადავითვლი და რეალურად მიამატებს იმ რაოდენობას და დამისვებს იმ რიცხვს, როცა ჩემი წმინდა მოგება იქნებოდა 1500-ის ტოლი. რამე ხომ არ იყო აქ ესეთი გაურკვევლობა? ან გაურკვეველი? როგორც ხვდები, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ გაქვთ. კარგით, მეგობრებო. ახლა კითხვები არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით. დღევანდელი მასტერკლასის ჭრილში ეს იყო, რაც გვინდოდა, რაზეც გვინდოდა რომ გვესაუბრა და წარმოგვეჩინა თქვენთვის და წარმოგვედგინა ეს არსებული კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ვფიქრობ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო იქნებოდა. და თუნდაც მინიმალურ ცოდნას მაინც მოგცემდა და გაგემარტივებდათ სამუშაო პრაქტიკას. გისმენთ, ცირა. მეგობრებო, შეგვიძლია კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ, ჩართეთ მიკროფონი, გაგვიზიარეთ როგორ მოგეწონათ, რა იყო თქვენთვის ახალი, ყველაფერი გვაინტერესებს და მოგვეცით რეკომენდაციებით სამომავლო მასტერკლასზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ.
თუ რაიმე ადმინისტრაციული საკითხის შეკითხვა გაქვთ, ეგეც შეგიძლიათ რა თქმა უნდა დაგვისვათ. გისმენთ მოკლედ. მადლობა ძალიან მომეწონა და მაინტერესებს ეს ვიდეო YouTube-ზე თუ დაიდება. YouTube-ამდე ხვალ გამოგიგზავნებათ Drive-ის ლინკი, იმიტომ რომ YouTube-ისთვის ცოტა მეტი დრო არის ხოლმე საჭირო. და შეგიძლიათ რომ ასე უყუროთ თქვენს მეილზე, რაც რეგისტრაციის დროს მიუთითეთ, თუ ყველაფერი სწორად გქონდათ მითითებული. ამ შემთხვევაში შეეძლებთ რომ მოусმინოთ თუ არა და შეგიძლიათ inbox-შიც მოგწეროთ, თქვა თუ ვერ იპოვეთ და აუცილებლად გაგიზიარებთ. მე ახლა ეს ვიდეოსთან ერთად შემთხვევით თემა შესაძლებელი თუ არის ეს Excel-ის ფაილიც რო დაერთოს, ესე სავარჯიშოს ნაწილში, აი თქვენ როგორ აკეთებდით, რომ ესე გადავაყოლო რა როგორც იმიტომ რომ ტელეფონით ვიყავი როგორც ითხარით და მინდა რომ გულდასმით გავყვე მაგ მომენტებს რა და თუ არის მაგის საშუალება თუ რამე ისეთ დისკომფორტს არ ქმნის. მადლობა, უღრმესი მადლობა რა ბევრს ამოვიღებ, ვფიქრობ რომ ბევრს გავიგებ ეხა სიახლის რა რო ჩავუჯდები ვიდეოს რა. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. კი, წესით მოკლარნა იყოს, ამასთან დაკავშირებით პრობლემა. კი, შენ როგორც გვეტყვი. თქვენ განზადებული გაქვთ უბრალოდ Excel-ი და აი თან წავიკითხავ ფორმულას, თან გადავხედავ, თან მეც გავივარჯიშებ და დავხვეწავ. შესრულებულ სრულიად დამუშავებულ ფაილს გამოგიგზავნით ანალოგიურად. ძალიან დიდი მადლობა ესეთი იმისთვის რა გაიხარეთ. დიდი მადლობა მარინე, თქვენ კითხვა გქონდათ და ნინოსაც მგონი მიკროფონი ჩართო. ნინო გისმენთ. მადლობა მინდა მოგიხადო და გიორგის შეუერთები, გიორგის თხოვნას რომ მე ტელეფონით ვარ შემოსული. ცოტა ძნელია, იმიტომ რომ ხან ვადიდებდი, ხან ვაპატარავებდი, რომ მომესწრო ყველაფერი და მეც ვივარჯიშებდი, აი მომინდა მეც ვარჯიში ვინატრე ნეტა კომპიუტერთან რატო არ ვარ, რომ მეც გამეკეთებინა ანალოგიური. ბოდიშს გიხდით ბატონო თემო რომ ვერ გისვალთ ამდენ კითხვას, იმიტომ რომ ეს თქვენთვის უფრო ანუ კარგად იცით ეს თემა თქვენი საქმე და სწრაფად აკეთებთ, კარგად ხსნით. ხო და აი სურვილი მაქვს გიორგიმ როგორც ახსენა რომ ეს ფაილი იყოს თანდართული, რომ ჩვენ ზუსტად მასე მივყვეთ ვიდეოს უყურო და ვივარჯიშოთ. კი, რა თქმა უნდა, არ იქნება პრობლემა. მადლობა უღრმესი. მადლობა ნინო. მე ასევე დაგიწერეთ კომენტარებში რომ კურსი რომელიც ხვალ იწყება 6 თვიანი განმავლობის შემთხვევაში 0%-იანი სრულად უპროცენტო განმავლობის შემთხვევაში Liberty Stop Card-ი თუ გაქვთ დამტკიცებული ლიმიტი, მხოლოდ 100 სოციალარში გადახდა მოგიწევთ თვეში, 700 სოციალარის კურსის საფასური ისე და გაგხარდება თუ შემოგვიერთდებით, იქ იქნებიან ასევე სხვა სტუდენტებიც, რა თქმა უნდა, ვისაც საბაზისო კურსი აქვს თემასთან გავლილი. დაახლოებით 10 ადამიანი არის ხოლმე უშუალოდ ამ შედარებით რთულ კურსში, რომელიც ძირითადად დაინტერესებთ ხოლმე მენეჯერებს, რომ უფრო კარგად გაერკვნენ ამ თითოეულ ფუნქციონალში ივარჯიშონ და სხვათა შორის, ანუ თემატურად, რა თქმა უნდა, დავალებებიც გაქვთ სახლში ამ კურსის ფარგლებში, რომ თქვენ ივარჯიშოთ ხოლმე. თემა თუ შეიძლება ამაზეც რომ გააკეთო კომენტარი, ანუ აი ამ კურსის ფარგლებში, რომელიც 9 შეხვედრისგან შედგება, რამდენი დავალება არის, ძირითადად რა დროის დათმობა უწევთ სახლში, სამსახურის პარალელურად რომ წარმოიდგინოთ. კი, რა თქმა უნდა, არ იქნება ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა. როგორც მოგეხსენებათ, შედგება ჩვენი კურსი, შემიძლია სილაბუსიც გავაზიარო, უფრო საინტერესო. შეიძლება და გადავირბინოთ თუმცა. კი, რა თქმა უნდა, არ იქნება პრობლემა. პირიქით მეტად საინტერესო იქნება, ვფიქრობ. ელენე, ხელი გაქვთ აწეული თან დასვით შეკითხვა და თან თემო გააზიარებს ამასობაში ეკრანს. მე მაინტერესებდა Excel-ის კურსი თუ გაქვთ ბიგინერებისთვის და რას მოიცავს, რა ფასი აქვს და ბოლოს თუ გაიცემა ასევე და საკუთარ როგორ არის თეორიული გაკვეთილებია პრაქტიკული თუ როგორი რა ხდება ეს ორივე კურსზე პირველ ნაწილზეც და გაგრძელება მეორე ნაწილი რომელიც უფრო მონაცემების დამუშავებას ეთმობა და არის უფრო რთული ფუნქციები მათ შორის ფინანსური ანალიზიც ორივე შემთხვევაში რა თქმა უნდა გაიცემა სერტიფიკატი 70 ქულაძე მეც თუ დააგროვებთ შეგიძლიათ ასევე რომ მაგალითად შეიძლება რომ ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილი შეიძინოთ და ამის შემდეგ გადაწყვეტოთ მეორე ნაწილიც გაინტერესებთ თუ არა და გინდა თუ არა აი ამ სიღრმეებში ჩასვლა შეგიძლიათ ორი ერთად შეიძინოთ უფრო მეტი ფასდაკლებით ისარგებლებთ მე ახლა დაგილინკავთ საბაზისო პირველი ნაწილის კურსსაც ლინკს
პირველი ნაწილი სრულად ნულიდან იწყება, ძალიან თანმიმდევრულად დავალებებით და ყველაფრით 420 ლარი ღირს და არის ერთთვიანი კურსი. 8 შეხვედრისგან შედგება და სხვათა შორის სწავლას ვიწყებთ თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში. და უბრალოდ მეორე ნაწილი, ანუ Advance საფეხური. და ეს სათქულა რაც ახსენეთ, ანუ ფინალური გამოცდა არის კურსის ბოლოს თუ როგორ რა ხდება? დავალებებში იწერება ქულები, სხვადასხვა აქტივობაში იწერება ქულები და ფინალურშიც ცალკე კიდევ იწერება ქულა. და ჯამურად აგროვებთ 100 ქულას კარგ შემთხვევაში. ძირითადად რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად 70-ზე მეტ ქულას აგროვებენ ხოლმე სტუდენტები. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნულიდან ისწავლით ყველაფერს. აი ძალიან თანმიმდევრულად, ძალიან კარგი ახსნის სტილი აქვს, ასევე ტემპიც ძალიან კარგი აქვს, როგორც შენიშნავდით თქვენც და ძალიან თანმიმდევრულად, კარგი დავალებებით და ამ ყველაფრით თქვენ მიაღწევთ იმას, რომ Excel-ს თავისუფლად გამოიყენებთ კურსის ბოლოს. მადლობა ინფორმაციისთვის. დეტალებს მგონი ჯობია გავაგზავნო, მოკლედ ბოდიში ჩაგეჭერე. სილაბუსაც გავაზიარებ, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს და დავალებების ნაწილზეც ელენესაც გაუჩნდა კითხვა და შემიძლია რომ ექსპრეს კურსის სილაბუსიცაც შეგახედოთ, არ იქნება პრობლემა. ეს არის შეიძლება ყოველდღიურობაში ვიყენებდეთ, მაგრამ საბაზისო ნაწილის რაღაც ფუნქციები არ გჭირდებოდეს და არ ვიცოდეთ, რომ ასე და ასე ხდება და ეგეც საინტერესო იქნება საბაზისოში ყურადღებას რაზე გამახვილ. აბა დავიწყოთ. Advance კურსის ნაწილში, როგორც მოგეხსენებათ და როგორც მაკომ ახსენა, შედგება 9 შეხვედრისგან, რომელიც არის 18 საათი, თითოეული ლექცია გაწერილი არის 2 საათიანი. და 2 საათის განმავლობაში ეტაპობრივად მე გიტვირთავთ დასამუშავებელ ფაილს და ერთად ყოველგვარი, ასე ვთქვათ, დაბრკოლების გარეშე თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე სახის პრობლემა ექნება, თქო უნდა ვჩერდებით და ასე ვთქვათ, განვიხილოთ რა პრობლემა შეიქმნა, იმიტომ რომ შეიძლება სტუდენტს, რომელმაც რაღაც ვერ გაიგო, მეორე სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ხომ ესე უცებ, რომ მარტივად დააიდენტიფიციროს. ამიტომ მე მინდა მე ყოველ ლექციაზე რა თქმა უნდა ვამოხილებ ხოლმე ამაზე აქცენტს. თითოეული კურსი შედგება დავალებებისგან და კვიზებისგან. მოგეხსენებათ Excel-ი ესეთი პროგრამა არის, რომ მარტო ახსნილიდან გამომდინარე შეიძლება ესე ვერ შეძლოთ ბოლომდე ფორმულის გაკეთება. რა თქმა უნდა, ამიტომ გვაქვს ბევრი დავალება. Advance კურსში გაწერილი არის 4 დავალება, რომელიც შედგება მრავლის მომცველი ინფორმაციებიდან გამომდინარე, მაგალითად, პირველი დავალება შედგება პირველ-მეორე ლექციაზე გავლილი მასალისგან, მაგრამ ბოლო მეორე ლექციაზე არსებული დავალება შედგება მთლიანი მასალისგან. ის იმას აღნიშნავს, რომ მაგალითად პირველ-მეორე ლექციაზე რაც გავიარეთ, ეგ უნდა დავუწყოთ. არა, პირიქით, ხომ? ანუ ამის კეთება და კეთება უფრო მეტად ხშირად ხდება და ამიტომ უფრო მეტად საინტერესო არის ჩვენი დავალებებიც. ძალიან მრავლის მომცველი არის. ყოველ ლექციაზე კურსის განმავლობაში გვაქვს 4 კვიზი. 4 კვიზიდან გამომდინარე ხდება დამუშავება, რაც გავიარეთ, რა იყო პრობლემა, ხომ? ანუ კვიზის პერიოდში უფრო მარტივია დანახვა, რა კონკრეტული პრობლემა შეექმნა სტუდენტს, ხომ? იმიტომ რომ დროში როცა არის შეზღუდული თუნდაც დამუშავების დროს, მარტივად ხედავთ, ხომ, იმ დროში რა პრობლემა წარმოიქმნა და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. რაც შეეხება ფინალურ გამოცდას, კურსის ბოლოს გვაქვს ფინალური გამოცდა, რომელიც შედგება სრულიად მთლიანი მასალისგან, 30 ქულით არის ხოლმე შეფასებული. და აქედან გვიწევს ხოლმე დამუშავება თითოეული დეტალით, ხომ ანუ რა ინფორმაციები გავიარეთ, რა დავამუშავეთ, რა როგორ გავიგეთ და რა თქმა უნდა ამ თითოეულ დავალებაზე, კვიზზე, ფინალურ გამოცდაზე დეტალური ფიდბექი გვაქვს ხოლმე, ანუ რეალურად უკავშირი გვაქვს ხოლმე ყველა ამოცანაზე და ყველა ფორმულაზე, თუ სად იყო პრობლემა, რა იყო კარგად შესრულებული ადრესაციები, როგორ იყო გაწერილი და ასე შემდეგ. ხომ როგორც მოგეხსენებათ, შედგება როგორც ფინანსური ანალიზის ფორმულებისგან, რომელიც თუნდაც დღევანდელი მასტერკლასის ჭრილში არ გაგვივლია, მაგრამ საკმაოდ საინტერესო, ასევე data table-ისგან, goal seeking-ისგან, scenario manager-ისგან, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოსაყენებელი შეიძლება იყოს. ასევე როგორც დღეს დავამუშავეთ მცირედით solver-ის ჩანართი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, ჰისტოგრამები და საკმაოდ საინტერესოდ მიდის ხოლმე სალექციო პროცესი. რა თქმა უნდა, ლექციების მსვლელობის დროს არ ვარ შეზღუდულები და შეგვიძლია რომ დამატებით დავამუშავოთ სასურველი ამოცანების, რა თქმა უნდა, გაწერილი ესე რომ არ გვაქვს რომ აუცილებლად მარტო სილაბუსს უნდა მივიყვეთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითვალისწინებთ ხოლმე სტუდენტების თუნდაც დავალებას, პრობლემას და შესაბამისად ვცდილობთ ხოლმე რომ მაქსიმალურად შევუწყოთ მათ ხელი ამ ნაწილში. Advance კურსთან დაკავშირებით ეს იყო, რაც მინდა დამცირედით რომ გადმომეცა თქვენთვის. Advance კურსთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ რაიმე სახის კითხვა? თუ არ გაქვთ კითხვა, შემიძლია რომ ექსპრეს კურსის სილაბუსით გაგიზიაროთ
ექსპრეს კურსი, რომელიც საბაზისოდან იწყება და არის მინიმალურიდან დაწყებული, აი უჯრებიდან და მარტივი ფორმულებიდან, როგორც არის მათემატიკური ფორმულები, ხომ რომელიც დღეს ვახსენეთ ჩვენ 3 average, ესაც პირველ ლექციაზე და სამუშაოებელი მასალა, ეს ანალოგიურად შედგება ქვიზებისგან და დავალებებისგან, გაწერილი არის 4 დავალება და გაწერილი არის ანალოგიურად 4 ქვიზი და ბოლოს ფინალური გამოცდა, რა თქმა უნდა. დავალებები არის მრავალმომცველი და ასე ვთქვათ, მთლიანად მოიცავს ამარსებულ ინფორმაციებს და ფინალური გამოცდა ბოლოს არის სრული შეჯამება ამარსებული გავლილი მასალის. როგორც მაკომ ახსენა, სილაბუსის გაცემა ხდება, სერტიფიკატის გაცემა უკაცრავად ხდება 70 ქულის ზევით, ხოლო რეკომენდაციის გაცემა უკვე ხდება 90 ქულის ზევით, რომელიც უკვე რეკომენდაციასაც მოიცავს. ასევე advanced კურსის მაგივრად express კურსში გაწერილი არის ანალოგიურად ტექსტური ფორმულები. ხომ ამ ტექსტური ფორმულების გამოყენება საკმაოდ საინტერესოა. ბევრი სიმართლე გითხრათ არ იყენებს ხოლმე, თუმცა საკმაოდ საინტერესოდ ხდება ამ ინფორმაციების დამუშავებაც. ლექცია 7-ზე ანალოგიურად არის pivot table, რომელსაც დღეს მინიმალურად შევეხეთ და რა თქმა უნდა, მისი დეტალები. ხომ რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ გავიარეთ ამ შემთხვევაში calculated field-ი, თუმცა pivot tables საკმაოდ ბევრი, ასე ვთქვათ, ჩამალული ფუნქცია აქვს, რომლის გამოყენებაც საკმაოდ საინტერესო არის ამ შემთხვევაში. სილაბუსთან დაკავშირებით თუ გაინტერესებთ დამატებით რამე მოგისმენთ სიამოვნებით. მე მხოლოდ იმას დავაზუსტებ, რომ სავარაუდოდ გადახდასთან დაკავშირებით ექნება შეკითხვები და ჩვენი მრავალფეროვანი გადახდის მეთოდების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ Liberty-ის ტოპ-ქარდით 6-ზე სრულად უპროცენტო განაწილებით, ასევე საქართველოს ბანკის ნაწილ გადახდით TBC-ის განაწილებით 4 თვეზე უპროცენტოდ, ასევე კრედო ბანკის უპროცენტო გადახდა არის 4 თვიანი, ასევე გვაქვს კრიპტოვალუტით გადახდა და ასევე გვაქვს ერთგული ქულებით. დაგვემატა ასევე მერე სილქის გადახდის მეთოდი, სხვათა შორის დღეს იყო ბოლობა და როდესაც თქვა თუ ბარად აიღებდით სრულად უპროცენტოდ 12 თვეზე შეძლებდით განაწილებას. არ ვიცი ზუსტად მოასწრებთ თუ არა დღეს, მაგრამ მოკლედ დღევანდელი დღის ჩათვლით იყო ეს აქცია. თუ შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ მოგწეროთ. თუ თქვათ advanced კურსის ნაცვლად გადაწყვიტეთ express კურსის გავლა, ამ შემთხვევაში დაახლოებით 1 თვეში დაიწყება უკვე საბაზისო კურსი, ამ advanced კურსის დამთავრების შემდეგ და მერე მიეբება ახლიდან advanced კურსი, ანუ ხშირად მოკლედ ერთად იძენენ ხოლმე. ახლით ჯგუფში 4 ადამიანი არის, ვისაც საბაზისო კურსი აქვს თემასთან გავლილი და მეორე ნაწილიც შეიძინა, რადგან ესე აგრძელებს განვითარებას. აბა შეკითხვები თუ გაქვთ? მაშინ თუ შეიძლება თქვენი ნებართვით, ხვალ რომ გაგიზიარდებათ ამ შეხვედრის ჩანაწერი თავის Excel-ის ფაილთან ერთად, ასევე გაგიზიარებთ კატეგორიის მენეჯმენტის და ზოგადი მენეჯმენტის ღია ლექციის ჩანაწერებსაც. შეგიძლიათ გაეცნოთ, ნახოთ, ასევე HR მენეჯმენტის ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა წინა კვირაში და ანუ მომხმარებლის უკავშირდა დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მოგეწონებათ ის შეხვედრაც და ძალიან პრაქტიკული იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საინტერესო იქნება თქვენთვის დარწმუნებული ვარ, რადგან დასაქმებულები ხართ უმრავლესობა. დიახ, მარი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ვორქშოპისთვის. გითხრათ სიმართლე, მე სადაც ვმუშაობ ჩემს სამსახურში Excel-თან ძალიან ნაკლებად მაქვს შეხება, იმიტომ რომ საკმაოდ სხვა პროგრამებში ვმუშაობთ და ესე რომ ვთქვათ Excel-ის ცხრილით რაიმე შედგენა რა სადაც არ დამჭირვებია, მაგრამ მუშაობ ისეთ სივრცეში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანი დაწინაურდეს სხვა პოზიციაზე გადაინაცვლოს და ყოველთვის ხედავ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცოტა ჩემსებით მუშაობენ, რაღაც Excel-ის ცხრილები აქვთ გახსნილი და იმ ცხრილებში რაღაცებს აკეთებენ ხოლმე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ აი სანამ იმის აუცილებლობის წინაშე დავდგები, რომ აი აუცილებლად ვისწავლო, მოდი ხო შეიძლება რომ ვისწავლო და როცა გავხდები რაღაცა პოზიციაზე, ანუ მეწოდინება და რაღაცა სტრესში არ ვიქნებითო და ამიტომ მოვიწია ეს თქვენი საიტი, თქვენი გვერდი და სრულად შემთხვევით ვნახე გუშინ რომ ესე ხვალ იქნებოდა ესეთი ვორქშოპი და
საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, არ მქონდა ნაირი შეხება და რაღაცნაირად ვცდილობდი გავყოლოდი და ლოგიკურად რა თქმა უნდა გავყრები, მაგრამ აი იმს და როგორც აღნიშნეთ, პირველი ეტაპი, ლინკი რომელიც ჩააგდეთ Excel-ის კურსის, ამ ლინკი ძალიან დავინტერესდი და დიდი ალბათობით მივიღებ მონაწილეობასთან. სიამოვნებით, დაგელოდებით. მოგწერეთ დამატებით კითხვები თუ გაგიჩნდებათ კიდევ სიამოვნებით. მოკლედ დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. თქვენ და თემას, რომ ესე შესანიშნავად ხსნის და ტემპი აქვს მართლა ძალიან კარგი ნებისმიერ დამწყებს თუ არა დამწყებს, აი ეს ტემპი მოსმენის და მე თან კეთების, თან ნახვის, თან ჩაკითხვის ეს ფორმატი ძალიან კარგია, როდესაც მუდმივად კითხულობს, რაიმე ხომ არ არის ისეთი, რაც თქვათ დასაზუსტებელია და რაიმე ვერ გაიგეთ და ლექციებზეც ასე ხდება სხვა შემთხვევაში. ძალიან გაგვიჭირდებოდა რომ ყოველ თვე ახალი და ახალი ჯგუფი ყვავდეს თემასთან. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. მადლობა თემო ამისთვის. მადლობა თქვენ. ოკეი. მოკლედ გელოდებით, ვისაც გაგიხარდება ჩემოერთება. ხვალ ვიწყებთ უშუალოდ Excel-ს მონაცემთა ანალიზისთვის. შეგიძლიათ სილაბუს კიდევ ჩახედოთ, ნახოთ. შეგიძლიათ GPT-საც კითხოთ, როგორ მოსწონს ჩვენი სილაბუსი და რაში გამოიყენებთ. და ამის მიხედვითაც გადაწყვიტოთ. ყველა შემთხვევაში რა პოზიციაზეც არ უნდა იყოთ, აი ფუნქციები რომ გეცოდინებათ, მე უფრო დაინახავთ კიდევ რა შეიძლება საყოფა ცხოვრებოს, საოჯახო რაღაცების კეთება დაიწყოთ Excel-ში. კი, აი ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა, რომ ამ რამდენიმე კვირის უკან ხო დავინტერესდი ამ Excel-ით ვიდეოს უყურე რაღაცა YouTube-ზე და მე რა დავითვალო თქვა და მოდი ერთი კვირის განმავლობაში დავითვლი ჩემს ფოლოვერებს თუ მემატებად. კი, ძალიან დაიწყე თარიღები, რაღაცა პოსტი რამდენი დავდე და დღეების მიხედვით ვატყობდი, რომ სადღაც იწლებდა, სადღაც იმატებდა. ნუ ძალიან საინტერესო იყო. შესაბამისი დიაგრამები შეიძლება აყოთ მაგალითად. ხო, აი ეგ ცხრილები და მე თუნდა გაგიმხილოთ. მოკლედ, თქვენ მოწვევას მიიღებდით წესით მეილზეც, ხო? სხვადასხვა ღია ლექციაზე დაინტერესებული მოვიწვიეთ ამ კონკრეტულ შეხვედრაზე, რადგან ვთვლით, რომ ღირებული შინაარსი აქვს ამ ყველაფერს და გვინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს ეს ყველაფერი და ნახოს და წეგან ზუსტად ვადარებდი, რომ დაახლოებით 7 საათზე გაიგზავნა ეს მეილი. და გამიხარდა რომ 23 ადამიანი დარეგისტრირდა ზუსტად ამ მეილების გაგზავნის შემდეგ. და ეს ნუ Excel-ში დავადარე და იყო უკვე ხო იმ კონკრეტულ ბაზასთან დავადარე და იყო დუბლირებული და მოკლედ მას აღმოაჩინა რომ 23 ადამიანი შემოვიდა 7 საათზე მოწვევის გაგზავნის მერე და მოკლედ ამ მონაცემების ყურება ვინ შემოვიდა რომელი საათის მერე ეს აქტივობა როდის განახორციელა ძირითადად ვინ არიან ეს ადამიანები ხომ აი თუნდაც დასაწყისში რომ აღნიშნეთ რომ დასაქმებულები ვართ სტუდენტები ვართ ვიყენებთ Excel-ს თუ არა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეიძლება რომ აღწერილი იყოს და ბაზა იყოს დამუშავებული სხვათა შორის ჩვენ კარიერის პროგრამის ფარგლებში ყავს გუნდი, რომელიც Excel-ში ძალიან ძლიერი არის და მოკლედ სტუდენტებს მუდმივად სტუდენტების ინტერესებს ვიკვლევთ ხოლმე ჩვეულებრივად ზარით, ინტერესებს და ასევე თქვათ იგივე დასაქმების ნაწილში რა პირობები აქვს, ზოგიერთ მაგალითად რეგიონში ცხოვრობს, მხოლოდ remote განიხილავს მუშაობას, ზოგიერთი სტუდენტი არა მხოლოდ მოქნილ გრაფიკზე და რაღაც ანაზღაურებაზე, ზოგიერთი მუშაობს და პოზიციის აი ეს პროფესიას იცვლის და მაგალითად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც იგივე ანაზღაურებაზე სურთ, რომ ახალ პროფესიაში დასაქმნან და ცოტა რთული შემთხვევაა ხოლმე, მაგრამ თლიანობაში იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი გვაქვს აღწერილი უზარმაზარ ბაზაში და როდესაც კომპანია მოგმართავს, რომ სჭირდებათ აი ამ დამუნარებიანი ადამიანი, გერმანულ ენოვანი UX UI copywriter-ი, რომელიც დისტანციურად ოკეია, ან პირიქით ოფისში უნდა იყოს, ბაზაში ორი კლიკით ძალიან ბედნიერად ვნახულობთ და ზუსტად შესაბამის კანდიდატს ვუზიარებთ ხოლმე და ძალიან მოკლედ ბევრს ნიშნავს კარგი ბაზა და კარგად დაწყობილი ეს ყველაფერი იმისთვის რომ მართლა ორ დაქტიკებაში მივაგნოთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას და როდესაც ამ მონაცემების ანალიზის ჭრილში ვუღმავდებოდი Excel-ს ზუსტად ეგ იყო რომ კარგად ჩანს მე ამ მონაცემებში რისკები ტენდენციები, სად რა პრობლემაა, სად შეიძლება მე გამოიკვეთოს და ციფრების კირკიტივისაც გიყვართ და ისედაც შინაარსობრივ ნაწილშიც, თვისებრივ ნაწილშიც კარგი რამ არის.
და უფრო მერე ჩნდება თან იდეები, კიდევ რა გააუმჯობესო, რა დაოპტიმიზო, რა გააუქმო, რაც ზედმეტია საერთოდაც და ასე შემდეგ.